ვინ არის ბარსა და ვინ არის ლიონი, როცა ჩემპიონია. როცა თამაშობს ბონისისიო. არა, ეგრე დაიწყე. ძალიან მაგარია. რა ვიცი, არ გვაგინო შეჩემა. რატო ცუც რას ვამბობ, თვითონ დაწერეს და შენ ხარ ნამდვილი ბოლნელი. ისე ჰიმნებზე დაისაგავს რეაქცია. ხო, ჰიმნებზე დაისაგავს ქართულ ჰიმნებზე. ქართული ჰიმნი როა, ყალყზე მიდგას. არა. არა, ეროვნული არა. რა არის უცნაური, რომ ყველა თითქმის ერთი და იგივე ტიპის ჩაწერილია რა, ერთი აი. მაგალითად ჩაწერილი დაწერილი და აი ქუთაისის ტორპედოს რა ჰიმნიც აქვს, ხო? აი ფრანის არის თუ არ ვწდები და არ ვწდები, ფრანის არის გორის დილაც. რეგიონმა ჩაწერა ბოლნისში. შეიძლება რომ დავიწყოთ ის ამ ნოდარ? არა, ჰიმნებზე ვლაპარაკობ. და დავიწყო და მე ილაპარაკე ჰიმნებზე და გინდა ბებიახშენ დოლარს ახლავზე. იოხტ, ბაბამოს წავიდა ვენგა იალე. ორი ესპანელი ვართ აქ დღეს და 2-1 უკვე ინგლისი. ჯიგარი ხარ. გაუმარჯოს ყველას. განსაკუთრებით როგორ იცი ხოლმე? გელას. გელას ოღონ არ ვიცი, არ ვაკონკრეტებ, იმიტომ რომ რომელიმე გელა არ გამორჩეს. სიამოვნებით მინდა ჩვენ დღევანდელი ლაივის სტუმარი წარმოგიდგინოთ. გიორგი ქორიძე, პროკურო, როგორც იცნობენ, ალბათ შეიძლება გიორგიზე არც იხედება, როგორც ხდება ხოლმე. ანუ, ძირითადად. დიდი მადლობა რომ მობრძანდი პატსელო. გილოცავ ბარსელონას ფან შოპის გახსნას და გადასარევ მაისურს. მე რომ დავინახე პირველი მაისურს ეგრევე კროიფის მესმის ატომაც ხო ეგრე ძალიან ცნობილი ფოტო. იმან ჩამოხსნა ეგ. დავსველდი და სარიელი საკიდიკიდია და ჩამოხსნა. ვივა ეპანია. დღეს ორი ესპანელი ვართ ასეთ. მოკლედ წარმოდგენილი. მიყავი თქვა რა პრობლემა, მე საერთოდ არ მაქვს პრობლემა ესპანეთთან. და არც არავისთან კიდე ზოგადად. ზოგადად ვერ გეკეთება ეხა ისეთ მდგომარეობაში ხა. ეხა ვერად მოიგეცით რა მდგომარეობას უი. უი კი არა. უცებ გამახსენდა. ძალიან დიდი შანსია სენიორო ევროპა ლიგაზე მე და მატუკი გადავეყაროთ ერთმანეთს. ბილბაო და მანჩესტერი და ვაცული. რენჯერსია აი გამსველი და არც ლიონი სამწუხაროა. ლიონი შეიძლება მაინც მიკაუტადის ხათრით არ ვიქნებით წინააღმდეგი. ჩემპიონია ბოლნისისიონი ლიონზე. გასვლაზე რო არ იყოს ლიონი, მეც დავიჯერებდი, მაგრამ გასვლაზე არა, ტრაქორზე ხარ, არც არ უნდა იყოს, იქ მაინც სული ტრიალე, სული მოიგებს იმას. მიქამ შეაგდოს, მიკაუტაძემ ერთი ორი შეაგდოს. არ გვინდა ბანალური რაღაცა და 5-4 მოიგოს იმან. 100 გააკეთოს და 3-0 მოიგოს. ხო, რა. მე უბრალოდ მინდა რომ მაგარი თემა ეგ არა. ისე მოდი, უცებ იმასაც გავაჟღერებ, რომ ეგეთი იდეა გვაქვს რა. თუ ბილბაო და მანჩესტერი შეხვდნენ ერთმანეთს, ჩვენ გეგმავთ, რომ ლაივში წავიყვანოთ ეგ თამაში მე და დიმა, მე ბილბაო, დიმა მანჩესტერი. ეს იდეა თუ მოგწონთ. ეს იდეა დაწერეთ კომენტარებში. შეგიძლიათ წაიყვანოთ, თქო ვერ გამოაჩენთ თამაშს და ბატონი ალეკოროიჩ და ლიგა რომ ვიყავდა. არა, აქვე ხო ჩვენ თვითონ რო ჩანდა და ეგავაკეთო. აი, კაი რაღაცაა, პირიქით, თქვენ უყურებთ თამაშს და ხალხი თქვენ გიყურებთ რა და ზემოთ შეგიძლია აჩვენო აი შეტევის რო ეხატება ხოლმე იგურგისა და მართლა კაი რაღაცაა. მე გიყურებ თუ ეჭველი. დაცხე. მაგაზე გავერთობ. სენიორ. ბილბაო ეხა ჯიგარ. კარტორმაშია. ახი. ბიჭო ეს ვის ხერს ჩამოვიდა ჩემო. ნუ და დაგივარდა. ვახ. ხტებით ხო რა გარყვნილი ქვეტა. ოკეი, ჩვენი სპონსორი მეგობარი Coffee Store კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ აუცილებლად. კი ბატონო ჩამოუწყო. მრავალფეროვანი ყავის არჩევანი, ძალიან კარგი ფასებია, სხვათა შორის და ხარისხან მიმართებაში არის გადასარევი, ხარისხი არის ძალიან კარგი. ორმი სამარძი არიან ისინი და აქვე მინდა გითხრათ, რომ დისტრიბუციაში არიან პელეები. თუ ეხლა დღეს კვარები, ესე ვთქვათ, ეს გადავაკეთოთ. ისეთია ყველა მის. პელე, ხო და კვარები არიან, იმიტომ უსტრაფესი მოტანა, ასე რომ დაუკავშირეთ ამ ხას ჩვენ. ევგენი მიქელაძის 9 ნომერი, ჩემი უბანი. და ფალიაშვილის 35. ხოჭა. მე დაიბოქდა ფალია. ეს აწეული რატო ბიცეპსები რამე? თუ გრაც გავხდი კუნთები გამოიკვეთა და ეგ მუგამია. ცოტა ფეხბურთელ ტიპებმა ეგრე ვიცით ხოლმე რა. აუ ისე. ავი მე მყავდა ესე დადიოდა რა. ესეთი მე მყავდა ესეთი იყო ხოლმე მახსოვს. აუ ეგეც მაგარი. კანტონა. მე მაგარი გოლი გაქვს რა. ნეიმარზე რო ბარსელონაში რო თამაშობო ამის რატო უნდა ეთამაშო. დირკა. დირკა მაჭა. მე ვიყავი? ამხანაგური. ლისის ამხანაგური აბა მოფისორი სატრაქში უნდა გეთამაშა შეჭემა ეხლა რაცი არა თიმა YouTube ლიგა არსებობდა ეგეთი YouTube ლიგაზე შენ რო დამციდე გაკეთებული საკაიფო სხვათა შორის გვაქვს ნანახი სეივები აქვს რა არა მაქვს ნანახი დამონტაჟებულია წროწება ვიასავით რა ბიჭო დინოზავრების როწება და რო ხდება корпуსზე სხვათა შორის ქოროს თავის მეგობართან ბასტოსთან ერთად მე მინდა ეხლა ჯიგრულად მადლობა უთხრა რატო ერთხელ ბიჭებთან ხელები გააჩერეთ ხო რამდენჯერ უნდა სიგარეტის გადაგდებაში დამეხმარეთ მართლა ცეჩი გეუნები მაგ ტურნირისთვის
ნეაპოლიდან ვიყავი, ახალი ჩამოსული, გადავაგდე სიგარეტი. და ტურნირი აღარ გითამაშია. არა, აი სეივები რო ახსენა, ეგ მაგას სამსახურება. რა გითამაშე ეგ ტურნირი არ მისუხა. YouTube ლიგაზე. მოდი მაგაზე ბარემ კითხვა არის აქ მოსული. ფათაშორის თემა ის არის. კაი რა პონჩია კიდე ეგ YouTube ლიგა, რომ აი მართლა შენაირად ბევრი იყო რა. ვიღაცებმა წონა და ალექსა ზაგნიძე მაგალითად წონა და აგდო ალექსა მაგრო. წინა ტურნირზე ვითენთებოდი კარში. იმიტომ რომ ვიხლებოდი ბევრს ეწევ და მაგისტვის მომემსადე მათი პენდები. ხო, ანუ მუღამი გაქვს რა ეგ ასო. ნახე, აბა რა, მე არ ვეწევი არაფერი, მაგრამ ვარჯიში მაინც არის აი ზარი ნარცისიზმი, რატოა ნარცისიზმი? დღეს აგერ მე ჩემმა შვილმა ლუკამ დღეს თქვით პირველად რომ ერთ წელი გავიდა უკვე რომ მოდიოდა და 7 კილო დავიკერა და ბიჭო არ ეტყობოდა და ეხა დაიწვა, იმიტომ რომ ეხა დაეტყო, მართლა რომ დაიკლო. ვერ აწიე ლუკა მარკეჯანი. არა, გამოსაჩენი არ ხარ ეხა ჯერჯერობით რა და ნუ ამაყად ნუდგები და დაიწყო უცხოპლანეტელები და რამე? ლუკა, მორჩით მეთქი. კითხვა არის, პირველი ამას მოგცემ. YouTube ლიგა დაბრუნდება. და კითხვის ლიგა რა თქმა უნდა დაბრუნდება. და ოღონდ ცოტა დიდი შესვენება გამოგვივიდა რა. თუმცა კარგ სამზადეთ რაღაც. ხო, და დაბრუნდება სადღაც სექტემბრისთვის რა, შემოდგომაზე. და გვინდა რომ ამიდმა აღარ შეგვიშალოს ხელი. ბოდიში ისე ვიქ? ხო და ნახე, გვინდა რომ ამიდმა აღარ შეგვიშალოს ხელი და იყოს ისეთ გარემოში, სადაც წვიმა ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ნუ ერთ-ერთი ეგეთი გარემო სპორტის სასახლეა და ნახოთ როგორ დაალაგდება ეგ ყველაფერი. მაქამდე კიდე რაღაცა უფრო მასშტაბურს სპორტის მაქამდე ერთი პროექტი გვექნება, აი ეხა ბოლომდე რო არ არის დაალაგებული, მთლად არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ წეგან რას ვილაპარაკეთ, შეიძლება აი მაგ YouTube ლიგის მოსამზადებელივით იყოს ერთი პროექტი, რაც დაკეთდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ თამაში ჩვენია რა და მაყურებლის რაოდენობაც მე ვერ ვიქნები, ერთ თამაშობ ეგურს და წვრთნელი შეანგელოზო. წვრთნელი ჩვეულებრივად შეგიძლია. და ჩვენ გავაკეთოთ გუნდი. წვრთნელი ხო იყავი, ჩემი წვრთნელი ხო იყავი. ეხა ეგ უნდა გამიხსენებინა. ბიჭერს მოკითხა. ბიჭებს მოკითხა. მიდი გავიხსენოთ ეგ კაი. ხო ხდებიან ის გუნდი მე ვთქვი არც მახსოვს ზუსტად ვინ თამაშობდა რა გუნდი. რა მოგიგეთ მე 8-7 და ბოლოს 8 თამაშობდნენ ბიჭო. მე გაიყიდნენ არის. მართლა ეგ დღემდე არ ვიცი. ეგ მაზიმ ჩაუშა მე ბოლოს რა ვიყავით მაინც ვერ გავიტანეთო. მარჯვენა ფლანგზე ისა მჟავია. აქეთ ისა რავი რო ჩამოთვალო ეხლა და ბასტო შემოყარა ბოლოს წუთებზე ბასტომ ხო გაიტანა ბოლო გოლი. ეს ჩემი ის არის სამსვლელო კარიერის ერთადერთი და განუმეორე და ამიტომ მეც აღარც ვაპირებ რა. გამოიცანი ხო? არა ბიჭო, არც მეგონა, თავიდან მეგონა მაგრა გადაგვივლიდან ეხლა რო არ მოგატყუო რა. ხო, არა, მეც ეგეთი ის მქონდა. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ წინა დღეს ცოტა кейფი მიდიოდა და кейფმა გვიშველა. რა თქვენ არ გიკეიფია თუ რა? არა, მეც აუ რა ცუდად ვიყო. როგორ შეუგდე ლომას შეუგდე შენ აი ერთი გავიტანე მე ლომას ბევრმა გაუტანა სხვათა შორის ჩვენი პირველი ეპიზოდი მან ჩავწერეთ რა და აი მე კაი მიმოხილვა კი არ კერავდა ნახოთ დავაგრო გასაგებია ძალიან კარგი ეგ იყო პირველი რა მაგით ძალიან ცუდად ვიყავი ეხა რო გამახსენდა მე მგონი შენ გეუბნებოდი კაკრას რომ შეიძლება გული გამისკდეს კი მაგრამ მე გეუბნებოდი მჭირდები ძმაო და უნდა შეხვიდეთო პროფესიონალური ფეხბურთი ეგრეა სერიორებო დავალაიქოთ ჩვენი ლაილაის YouTube არხი და გამოვიწეროთ ეს ვიდეო ჯიგრები ხარ ჩვენ ვიმყოფებით ეხლა ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში რომელიც არის რამის სამარძე კოსტავა 77 ეს 77 რაღაც ჩემთვის ერთ ნომერი გახდა რა იღბლიანიც არის. და ეხა ერთი შვიდიანი მოგვაქვს. მთელი ქვეყნისთვის. არა, პირიქით. შვიდი უნდოდა თავიდანვე, მაგრამ ნუ იქ ელმასი და ვიღაც ეგეთი ტიპები იყვნენ. მე ხო არ დაიწყებდა ქაჯობას. სენიორ მიირთვით. მადლობა. ელმას. შვიდი და კვარას არასდებენ ცოტა. ხო, ნუ. ხო, ერთი არ არის? კი არა, პირველები იყავით თქვენ ხო სერიალი რო დაიწყეთ YouTube-ზე. ამ ეს ხო არ მაგ მხრივ ეხლა არა იდეაში სერიალი კაკიამ დაიწყო, მე ჩვენც ჩავერთეთ, ნუ მსახიობები ვიყავით მანდ და ეგეთი გამოვიდა იდეაში, ეგრე გამოვიდა, რომ პირველი YouTube სერიალი იყო და მე ის მიხარია, რომ მე ბევრი და ბევრი წამოვიდა რა. იდეაში ეხა ეგრეა ცხოვრებაშიც რა. აქ რო საქართველოში მაგალითად აი ერთი გუნდი რო ძალიან მაგარი გახდეს უცბად, უეჭველი უნდა მეორე ისეთი, რომ კონკურენციაში გაიზარდოს. მე სხვა მაგალითს მოგიყვან. აი თბილისში 90-იანებში ვინმე
600 Mercedes რო იღი რა, არასებობს სამ დღეში მე ვიღაცას კიდე არ ეყიდა. ხო, ჩვეულებრივად რა. შანსი არ არის გეუბნები და აი გვინდა საქართველოს ჩემპიონატში, გუნდებში გვინდა ეს. არის ეს ჩარტი. იყოს ისე კითხვას არ მომთავრებინებ კიდე ხო შეჩემის. ზა, მე არ მომთავრებინებ შენ. აი ბილბაო და ის თუ გავიდა, იქ შეიძლება გააგლახო პროსტა მართლა სერიოზულად გეუბნები. ეხლა მაგას Google შემატკივრებ, რომ თქვენ წაიყვანოთ მე და არა ვახურებ ეხლა არა შენ მართლაც მოგონ მართლა ისე გამომყევარ წყობიდან. იცი რა ქენი? ბოქსის ხელთათმანებით დასხედით და გოლზე მე რა იმიტომ რომ ხელთათმანის გარეშე ნახდათ არ მომეტება ეხა ეს რა. მე შენს მოგოწონე ერთ-ერთ ეპიზოდში თქვი ამის გამო ზონაზე როგორც შევიდე მე. კიდე გავიმეორე კიდევეს. არა ეგ უნდა გავაკეთოთ რა. აუ ეხა მანჩესტერს მინდა მიმართო. ფერგი დაწვი ეგ ბუმბული თუ რაღაცა იქ. და გავიდეს ეხლა ეს გუნდი. ნახევარფინალში და იქიდან რეინჯერსი მეტი არა მაქვს რა მგონია რომ გახავთ. რა ზამი რე გადავწყვეტ. უბრალოდ კასტაკნს რო ვერ მოუგეს მაინც რაღაც მანიშნებელი არის. და მაგას გავაკეთებთ რა. უნდა დავждეთ, ჩავთოთ და აი უნდა გავაკეთოთ. აქ მაგარი გარემოა და აქ გავაკეთებთ. მანჩესტერი და ფერგი ვის გვანან იცი ყველაზე მეტად? ეს მომიღებს ბოლოს დღეს. აი ზუსტად ვიცი რა. არა, კარგ რაღაც სან ანტონიოს და პოპოვიჩს თუ უყურებთ NBA-ს. არა, პოპოვიჩი სან ანტონიოს კი. ხო, ნუ პოპოვიჩი არის, ეხა შეერთებულია მე მგონი წევს და სან ანტონიო ნუ საშინელი გუნდი გახდა. და პოპოვიჩს იხსენებს ყველა და ეგრე ყავთ ფერგი. გავიგე, მაგრამ იმათ ეშველებათ მალე და ამათ არაფერი არ ეშველებათ. რატო? სან ანტონიოც ვერ გავიდა პლეი-ოფში ეხლა დარჩა ესე რა. სანამ ეგ არა ვარსკვლავი ყავთ ყველაზე რავი ესეთი ვარსკვლავი ყავთ. სანამ ეგ ხალხი ეხლა ძალიან ეგვა საერთოდ რა ფენომენია. ეგ არ ვიცი, ანუ არა, ეგრე და ეგრე რო ეჭიროს თავი. ეპიცები ეგა და იოკიჩის მო. ხო, იოკიჩი ის მე არ ვიცი რა არის საერთოდ. იოკიჩ ფეხებზე რო კიდია თან ყველაფერი. უიღრიდება, მიკროფონი რომ მომამტრე რაღაც ეტიპი და გეხვეწებით სახში გამისვი. ხო, პარადი როდის არისო და აუ, აი რა სახში მინდა რა პარადიო, რა ჩემპიონობა. ხენიო. ფერგიუსონმა სუდად გამოვიდა. ხენი ეგ არისო და ფერგიუსონმა ცხენება დაგუპა ისე რო იცოდე. ეს მაგის საჯილიბოს ამბები იყო იქ რაღაცა. არა, მე ბურდი მას უყურე, ბურთი და მოედანი კი არ და. ჭიქა უდგას იქ გააკვირდით მაინც რა არა, ვიცი. პრეშუშია. შენ არ არის გამორეცი. აუ, რა ქვია, დოღს უყურებ ხოლმე სილკზე რა. ხო და იქ მე გავიგე, ისე ფერგის ცხენები და რა გაიჭირდა. არა, ფერგის ცხენები თავიდან რო წავიდა მანჩესტერიდან ერთ-ერთი რაღაც თემა იყო ეგ რაღაც ცხენების თემა და მთელი ამბავი და ხალხი რითერთობა ბიჭო. არა, მაგარი. ჯერ კი დაქტოვა აი შენ ხო მოესწარი აქ რო აი ერთ რამეს გეტყვი რა, მე მიმყავდა სოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფრანგეთი ბრაზილია. აჰა. აი ეს შენ ახლა იყო მაშინ. ნუ მე არა უყურე და მე ხო ბრაზილიის ცნობილი, ნუ ყველა მიცოდა რომ ბრაზილია და მაისური ბრაზილია. ხო, იმას რომ მოწამლეს ის ბიჭო რუსთავზე ქონდა ძმაო ჩვენ ეგ რა. პირველად და მაგრამ აგინეს, პირველსაც ქონდა და ჩვენს ქონდა ბიჭო გაყოფილი. არა და არჩევია ხალხს გინება. არა, საერთოდ გაცო რა სუინოსებია სო შაქარყინური და ეგ შემპი შაქარი. აი, შემპი შაქარი არა ამ ეპოქაზე მოგონილი რა. მაგას გინება. იცი რა მიქნე? ესო შენ ვარ საერთოდ არ ყოფილიყარ. ობიექტურად იმაშობოდი რა, ეხლა გადაუარეს ბიჭო. მე რონალდო რო გაჩხერილში რო ათამაშის მოწამლე და პარტეზი რო დაეჯახა და რო ადგა გაოგნებული სახით რო არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ნაიკთან კონდა კონტრაქტი და რო არ ეთამაშა ფული იკარგებოდა და მოკლეს კაცი კინაღამ რა. ხო არ გეშლება ე? კი, ნუ და მეშლება, შენიცი ზუსტად რა. საფრანგ მარტო პირველ აღზე იყო მაშინ და ბრაზილია. ვაიმე გაყოფილი კონდა მეთქი რა, ყოფილ სტუდიებიც კონდა ძმაო და ეხლა და ეხლა უკვე გერევა რა. პირატულად მიყავდა. 99-ში იყო პირველი ლიგის ფინალი წაიყვანეთ და მაშინ არ შემოვიდა რეპორტაჟი. არა, ანუ შენ კაჩუდი, ბოდიში რაღაც სხვა სხვა. ეხლა ვისთან დაუვიდა? რომც მერეოდე შესირო აქ უნდა დიძახო? არა, ბიჭო, მეთქი რამე ხოლ გამოვჭამე. თუ შენ იმას ერუდიციას ამჟღავნებ. ასვაშია ერუდიცია 98-ში. ერთი ტელევიზია თუ მარტო და. კაი, ნუ და დაწყნავდი რა. მაგიტომ დავიბერე. მაი ვიდეოზე მიყავდა. მაი ვიდეოზე გადავახვიდე. დაწყნავდი, იმიტომ რომ თამაში მიმყავდა ზუსტად ვიცი და გადამიარეს თქო გეუბნები და. კიდე ერთხელ მომისმინე კარგად. რასაც ვამბობ. ესე კი რა გაუმას. ბილბაოს ხანო. ნუ ყლიარი ტიპი გეუბნები რა ჩემი გა. არა, ბიჭო, მაშინ მარტო პირველად ხონდა და. აი, თქვათ მაგ, ხო ეხა კიდე რამდენი ხანა იძახო, თქვათ შემეშალა. აბა წრით. ხო? აი, რაც რა სჭირით. არა, დავიბენი რამე მე. არა, კაია, არა. შენი რეპორტაჟი რომ მე გამოვჭა, მაგაზე უსვამ ხაზ. გინდა მიკროფონი. და წაიყვანე ჩემისა შენა. ერთხელ დუტრუე. შენ მეკარეს დააჯვა, შენ რა. ბარსას მეკარეს. რომელს? ლიცი უნაიტედი ის იყო მაგვია. ბარსა და კუთხური და რო ჩაუხვეს, კუთხურთან დაიმშა ჯარი. ვინ, ბიჭო? გასაჯმელი იყო დუტრუელში. ამასო ლიცი უნაიტედის მეკარე ზატო?
რობინსონის ქელი ის ნაიჯელ მარტინის მაგარი იყო ცოტა ხანი, კაი. რივალდოს რა ბურთებია აი ეგ იყო თამაში. რივალდოს მაგრატელა გეცოდინება. ხო, კი, როგორ არა. ეგ ყველაზე ცნობილია. ვალენსიასთან. ხა ბიჭო 3-3 დამთავრდა ხო თუ არ ვსწრები? არა, გაიყვანა, მოიგო. ხო და 3-3-ით გავიდნენ. არა. როგორც მიმახსოვს. ჯარი არ მახსოვს რა. მაგან გაიყვანა ხო? იმენა მაგარ რივალდო როგორ ვერ ითამაშა. ისე როგორც ბარსელონაში ოჯახური პრობლემების გამო იძახდნენ რა. ცოშვილი არ გამოვა თუ რაღაცა ეს დაიგრუზა რაღაცა. ნუ მაინც რივალდო ვიცი. არა, იმ ბარსაში მეტი რა უნდა ექნა. ვიცი, ნუ ბიჭო. აი ვერ ითამაშა ბოიან კრკიჩმა მაგალითად რა. არა და რაიმედები იყო. ხო, ნუ მაგალითად. რაიციგერი ხუთა ისინი ხო. ანუ ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა მაგას. ერთი სეზონი ხო რა. ძალიან მაგარი. და კიდე იცი ვინ მახსოვს კარგად? მაკედა რო გამოვიდა არსენალთან. აბელარდო. იტალიელი როჭედა და სიმის მერე რო გაქრა. მე აბელარდო. რამხელა თავი ქონდა ბიჭო, მე ეგეთი აბელარდო. ეხა იცი რას ვიხსენებ? აი კახარ მანჩესტერზე მიდის რაღაც ფონი გვერდზე უყურე. აი შემადგენლობაზე რო იძახიან რა. აი ფერგიუსონს რო ყავდა შემადგენლობა. ბრაუნი. ხო. თუნდაც ნევილები. ხო. აი რა რა გუნდი ყავდა ბიჭო? ოღონდ წინ ყავდა ნუ რავი ეხა სკო უზიბეგ ესენი სასაული შემადგენლობა, მაგრამ არ იყო ეხა არ არის შემადგენლობის ბრალი ის რა ჭირთ ამ დღეს რა. რაღაც სხვა ამბების ბრალი არის რა. თორე რამდენი ფერგის მე რამდენი მწვრთნელი გამოიცადა, ბიჭო. ერთმა როგორ ვერ მიაღწია წარმატებას, ერთმა. ყველა ერთმანეთს ემსგავსება, თან შედეგი. წეგან კი ხუმრობდით, მაგრამ შეიძლება მართლა დაწყევლა ვიღაცა ძალიან მაგარმა შამანმა. მაგაზე მეტი შამანი არ არსებობს. ფერგიუსონზე. და ხე არა არის არ ვიცი. არა ბიჭო, მაგას უყვარს მანჩესტერი. სენიორ შენ ჯერ რა მაგ შამანების და რაღაცები, მაინც. ბიჭო, ის ხო დათარსული იყო ბენფიკა თუ ვინ იყო თუ რაღაცა რამდენი წელი რო ვერ იგებდნენ და რაღაცა მე გამოილოცეს და მოიგეს ეგრევე. რომელ ჩემპიონატში ხო ეს ტიპები. ხო, ანუ იდეაში თუ იმის გვჯერა რომ რაღაცა კეთილი ძალა არსებობს, ბოროტი ძალაც არსებობს. აი მაგალითად მე კეთილი დიმა ბოროტი ამ შემთხვევაში. და რა მანჩესტერი აი თქვა ეშმაკები რო ქვია იმიტომ გადაეკიდა თუ რატო წითელი ეშმაკი არა ეს ორჯერ არის ნამდვილად მოდი ცოტა რაღაცას ღაპარი კითხვები დავსვა არა არ დასვა მაგრამ უყურე ხა ყველაზე ცუდი რა გიჭამია და სადო თოხლები აია ანუ საჭმელი ხო რა თქმა უნდა ხო რა ესეც მიჭამია საჭმელი ხო სპექტაკლის წინ მიჭამია ჩემი ბუკლეტი მაგალითად ანუ რაზეც ბუკლეტი რა ნერვიულობ არა აი პროსტა რაღაცა მჩვევია უცბად ეგეთი რაღაცა გავედით თუ რაღაცა და უცბად ავიღე და ვჭამე რა ინეთი თუ შეგნებულა აი შეგნებულად უცბად რა და მარცილე რამე ხო არ თესვაგინას ეს წიგნი გავწივარ ჩააგიშკა უცელი ხო არ გაქვს ნაჭამი ან რა უცელი არ მიჭამია ხო და ბუკლეტს თურმე საღებაობის ის გადავივიდა ცოტა და ეს არასასიამოვნო გემოქონდა ცოტა სქელი იყო თან ასელები კაცო ბიჭო მაგ კაცის ნაკლებობაა თუ უი რა გამახსენდა მოიცა რამე ის და კუს რაღაცა მაიმუნი არა ეგეთ რაღაცები არის მე ეგზოტიკური რაღაცები მე ზოგადად ის მიყვარს ანუ ხორცი მიყვარს ძალიან უბრალოდ თუ აკრძალავენ რო რამე რო აი ცხოველებიც მეწოდება რა რო აკრძალონ მე არ შევჭამ რომ არა მიყვარს და ჭამ რა სანამ შეიძლება არა მე იმ პონჩი ვამბობ რომ მეწოდებია ანუ კანონმორჩილი ადამიანები ბრძანდები ესე ხო რა თქმა უნდა აი მე ისე მევასურე აი მართლა ზვიგენივით კეპავ აი მაგ დროს გონება მებინდება ზვიგენივით რა კეპავ პირამიდაზე კეპავზე გაბახსენა იმ დღეს მეუბნება ლუკა მარკეჯანი სენიორ ამუანდათ ეხლა ეს მესიჯი გამოგზავნილი აქვს ზვიგენიზე ცხოველია თუ თევზი 10 კატლეტი ვჭამეო ბიჭო 10 კატლეტი მე ვარ ყველა მიცნობს სექტანტს როგორც კატლეტი იცი რატო ჯამხელა კატლეტი იყო დიდები იცი რატო ჭამდა კატლეტუკები ხო არის თუ გინდა გახდე ათლეტი უნდა ჭამო კატლეტიო მიხრეს და ჭამე და რა ხდება ეხლა აბა ათლეტი ვარ რა ხდება ყოველდღე 3 საათი ტენის თამაში მე არ მართლა კი აბა მე შოელი საცხარო ვარ ხო თორე მე ვარ შევდე გამორიცხულია და კი პადელსაც რომელი გირჩევია ეხა ტურნირზე ჩოგბურთი რა თქმა აბა რა მეც აი არა იცი რა არა გინა აგიხსნა აი მთელი ცხოვრება რა მე 2008-ში დავიწყე თამაში ჩოგბურთის მანამდე არ მითამაშია და როდის იცი ეს ომი რო იყო ეს აგვისტოს და სტრესები და ისინი და ყველაფერი აი რაღაცა დეპრესიები და ჩემს მაკაც ზურაშარიას გამოვართ ჩოგანი მათხოვი მეთქი რა რომ მოსინჯავთ ხო ზურას ხო გამოვართვი ეს ჩოგანი და 320 გრამიანი რაღაც უბედურება ქონდა მძიმე ფედერერის რაღაცა და რო წავედი და კედელთან დავდექი სამედიცინო სკორტებზე დაარეკა რომ ჩოგანი მაიტაო მართლა ანუ გატესტვა ვერ მოასწარი მივუტან ეს ჩოგანი წავედი და ვიყიდე და იგივე წონის და ზომის ვიყიდე ექსტრიმში
თურმე იქ უნდა შეარჩიო შენი ხელი და ერთი 20 გრამი რაღა არის ბიჭო, ისა თამაშობ შე? მაღალ დონეზე ვერა, მაგრამ ამოყარულოთ რა მაღალ დონეზე. ადელს მირჩევნია რომ სლაისებით ჩოგბურთი ვითამაშო. ბიჭო, ეს ამტკივდა ხელი მოხდა და მიშა გიორგადეს ვაჩუქე შოგანი, მინისტრო იყო ჩვენი, ეგეც ერთად თამაშობ წლებია უკვე 10 წლებულებია და იმან მივაყავდა დადო ზემო და წავიდა შოგანი ამ შოგანს ღე არ ეწერა რა მოკლედ რა და მაგის მერე დავიწყე წვნელთან როგორც ასეთი არ ვდგარ ვარ ერთი 3 ვეხში დავდექი იმიტომ რომ და მე ჩემი და აი ხა ისე ჯობია ნუ ტურნირებზეც ხო არ გადიხარ კი როგორ არა კაც სამოყარლები ფინალებიც ამაქვს უნდა ხა ხშირად ვერ არ შოგანი მე არ მაგიდისას კარგად თამაშობ უფრო ხო მე მაგ ხალხი რომელი შოგანი იცი მეც მაგ ოლიმპიადაზე ადრე რაც რაღაცა ძალიან ძველი მაგრამ ძალიან მაგარი წამოგეხო გითხარი მაგითი ერთხელ წავიღე არა რა უნდა წამოგეო მაგიდის ტენის დავდგავდით ვეთამაშებდი ჯანი დაამტკიცე 3-0 ბილბაო ჯობია პადელს არ დამიწყოთ ეხა სექტანტები მაგ არა ნახე ბევრს იმიტომ ურჩევნია რომ უფრო ისეთია რა ადგილზე რაღაცა просто ჩოგბურთი უფრო მელამაზება ბევრად რა ხო რა ადვილია უფრო პადელი ჩოგბურთი შეიძლება ნათამაშები ვისაც აქვს ჩოგბურთი იმისთვის უფრო ადვილდება მაგრამ ჩოგბურთის სწავლა უფრო რთულია ვიდრე პადელი ხო გოგოებს როგორ არის პირიქით არის როგორ არის იცი პადელი უფრო ჩოგბურთი პირველი თავარი ჩემი პრობლემა რაც არის პადელში რაც იყო რომ დავიწყე ბერჯერ არა მაგერტი 10 ჯერ მაქვს უნდა თამაშები მაგრამ ეხლა რაღაც ტურნირზეც გავდივართ რა მე და ეს 10 ჯერ გოგელია და რო უნდა გაატარო ბურთი და კედელს მოხდეს და იქ ეხა ჩოგბურთში სულ იმას არის ჩო რომ ბურთი არ გაატარო და ის არის მაგრამ კაი სათამაშო ძალიან გასართობა ძალიან კაი ჩოგბურთის კაია 2-2-ზე ჩოგბურთის მევასება აი რა ხდება ისე ევასება ამას ჩოგბურთი დაკვირვებული ვარ რომ აი ფეხი მაგრად კი ვარ რა არა იქ ვედაზე არ მომიდგენია ბიჭო იქ როგორ ბადეშ და როგორ მივიხარ და დავესწარი ბადესთან გადიხარ აუ ზემადური ვარ სერიოზულად ძალიან გიჟივი თან ბიჭო იქ არ ჯერა ხო ის ფეხი მოკლა იმიტომ რომ იქ თებია მოგდის ხო ისე გასა საერთოდ ვერ ვსდო მოედანზე დუელში გიწევ ჩოგბურთის დუელში ყველაფერში ერთი დღე შეეჯიბრეთ ყველაფერში კაროჩი ერთადერთი ტენისში მომიგო მაგიდის რა თან სამჯერ შენ ამის აზიდვები რა ნახე გაქვს ჩვენ გადაცემაში ეგ იცი როგორი აზიდვებია იცი რომ რაში მოგიგო ყველადურჩი აში მოუგები ყველაფერში ყოველ გადაცემაში უნდა აჩვენო ამის აზრი თან მათმა მაგრა დაადეს კი ხარის მაგივრად გეფიცე პროსტ აი არ მოგბეზდება შანსი როგორ ნანო რა გაყურებინო როგორ ნანო ბრო ის არ გადავიღე მიაყუდე ტელეფონი 10 წრე არ მართლა 10 წრე მე გამაპო რა 10-0 მომიქო მაგრამ 10 წრე გამაპო არ არის არ მომწონს ტერმინი რა არ მოწონს ტერმინი ხო როდიდან გახდი გამაპოს მეორე მხარეს რო დიმა თავისთავად არ მოწონს თავან გაზარს უმაგასი ძახის ეხლა იმაში ვიყავით ცინკვესებში იქ წვანე ორთქლი გადიოდა ისეთებს იძახდა ბიჭო ხო წეგარ მეუბნება ეხლა მიყვები გადაცემს და კარი საგიჟეთი მეორე არის თუ არ ვწდები ძველ ყველაზე ძველით ნახე და მარტივად ნახა არ ვიცი როგორ უნდა ზემოთ სენიორ ჩამო არის ტექნიკასთან ეს არის რა გითხრა აი ახს დააჭერ ვიდეოს oldest ვა ეს რა მაგარი ხა ყველაზე ძველები არის ჩადი და შე გააგზელე საუბარი ეს ვინ არის ვიღაცა შემოძრობა აი რა არის რა ხდება სენიორ ის არის რა ქვია მაგრამ მინდა რომ ერთხელ FIFA-ში შეგეჯიბრო აშალე შეჩათლა ხო ეს აწავშალე უარღადა FIFA-ში მინდა რომ შეგეჯიბრო იმიტომ რომ ვინც მოდის სტომარი ყველას ვეუბნები ვეკითხები ვინ თამაშობს შენ ვიცი რომ თამაშობ რა და მაგრამ ანუ ეხლა ნახე ძალიან ცუდი არ ვიქნები არა მეტოქეს ვეძებ რატო კაი მეტოქე მინდა რომ გადავიღო ნინიაშვილსაც ვუთხარ და მაგრამ ევასებო დიმა მინდა რომ ლიგა წაიყვანოს ლიგა გადავიღო აი ბიჭო აი გორო და შენ მე და შენ გაჩუნდი შორტებშია მან წონაში ვარ და იმიტომ აზიდები კიო ისე თქვა ვითომ იგივეა ის დავიდა მე ჯუღური წონაში ვარ და მაგიტომ რაღაცინებს მან წონაში ვარ და იმიტომ ვაკეთე შეგეწე მაგრამ ეხა მაგდენი ვერ მოვასწარი და სამი ვიღა ტაჩო ნიოხ ამოიღე მე წერილი გადავიდეთ წერილი კიდე კაი და კონკრეტე ამოიღე სტოლზე დადე ბიჭო რამე ისეთი არის მაგრამ არ წავიკითხავ თუ ისეთი იქნება აი ისეთი რა უნდა იყოს რო დავწერე ქორო მოდის ეს ვინდა ეს მაყურებელმა დაწერა არა იმან გამოგზავნა რას უსურვებ რჩევის სახითო შენ გეკითხებია ხო რა იყო რა ვაფშე არაფერი რო არ ამოჭრათ ხოლმე გადაცემიდან და ყოველთვის გეყოლებათ ერთგული მაყურებელი ვა ჯიგარ
საო, არა, ძირთადად აი შანსი არაა, რომ ერთგული მაყურებელი არ ყავდეს. ეს YouTube რაღაცა ის სივრცე არის. ეხლა მე ჩემგან ვერც წარმოვიდგინე. აი, საკუთარი ის რო გეყოლება community, უკვე აი მეც არ მყავს ეხლა მაგალითად რა, რთულია რა, ეგრე რომ აი ბევრი საკუთარი ის ყავს. აი ოქტოპუს ყავს მაგალითად საკუთარი community და რამე ანუ შეესევიან რაღაცას იმას იზამენ რა. კაცებს ყავთ, ვიღაცებს ყავთ რა ეგრე და ნუ ესე თითო ადამიანს შეიძლება ევასებოდე მაგრამ ესე community არ ყავდეს, მაგრამ ეს ისეთი სტილის ის არის გადაცემა, რომ თავისი ის უეჭველი ეყოლება რა. აი ვინც кайფობს ნაღდი იმით რა, რო არ თამაშობ და აი ნაღდად რაც 21600 რაღაცა გამომწერია და ძალიან ჯიგრები არა, სხვა შორის მე ჯიგარი ვარ მაშინ. არა, რო დაუკვირდე ხა 22000 რაღაც ციფრი. აი ხედავ მე ჯიგარი ხოლო გამოიწერე? არა ხო, კაცო, გამოწერილი მაქვს. ნანახი მაქვს ერთი 3 გადაცემა მაინც ნანახი. ელიზმი. მე ზოგადად მიჭირს მე ეგ ცუდი ჩვევა ის მაქვს, რომ ვერ ვუყურებ ხო? არ შემიძლია რაღაცას 10 წუთი მაინც ვუყურებ. 10 წუთი კი არა, 5 წუთიც ვერ ვუყურებ ხოლმე. ჩემი მით უმეტეს ნანახი არ მაქვს არაფერი. აი შენ ახლა ნახე გამახსენე არტისტული მიდგომა. აი როგორც ხო იცი. არა, მე ხვენია ხოლმე თან ახლა აი ადრე რა გადაცემაც მქონდა რაღაცა, მად მით უმეტეს იმიტომ რომ ვცდილობდი რომ რაღაც პერსონაჟი შემეხვდა გიოსთან. გიორგი ხო? გიორგი ერქვა იმას და არა, მოიცი მე იმას უყურებდი ხშირად. ერთი ეძრო მაგას ერქვა გიორგი. დიახ. ხო და მან თემა ის იყო, რომ ნუ პერსონაჟი უნდა შემექმნა და მე ვერ ვუყურებ ახლა ცხენია რა, გადაცემა რომ მთავრდება და მე всё აი რაღაცა ის. მე არ უყურებ ახლა იმ რაღაც ვერ. ეხა გააბართლე აბა უყურებ, ეს არა მართლა. არაფერს არ უყურებ კომენტარებს. გუშინ შემხვდა ახლა ამოწრილი იყო რაღაცა ძველის მერაბა რო ყავდა დვალიშვილი. ხალხს გონია რომ ძალით მოვიყვანე რა, არა და თვითონაც შეგვეხმიანა რაღაცა ჯიგრულად მოვიდა პირიქით იცოდა სადაც მოდიოდა და წინასწარაც რაღაცები გავიარეთ და ხვდებოდა ეხა სადაც იყო და ხალხი წერს რომ აქ როგორ მივიდა სირცხვილი ალბათ ძალით მიიყვანს. ძალით მერაბა როგორ უნდა მიიყვანს? მერაბა იქეთ მიგიყვანს ძალით ყველგან. კაბუს ქონდა მაგარი შეფასება შენ რომ ის ბლოკნოტი გააცრე ის. კაბო вообще ისო რა ქვია რომ მოვიდა მეთქი რაღა ის ეგრევე დავждეთო დავაიო ის ქნათო ბაზარი. აი ქართულ რეალობაში ცოტა ძნელია მაგის კეთება მართლა. ხო მაგიტო აღარ ვაგეთე. ხო ეხა ისენი რაც არის იქ ანალოგები ხო იქ. ანუ არა არის ჯერჯერობით არ ვარ ბზა. ძნელი კი ეგეთი. მარგველაშვილი კარგად აყვა და კიდე რამდენიმე სტუმარი. მარგველაშვილთან ერთად რეპეტიცია გავიარეთ. ბიჭო, მან როგორ არის, იცი? მე მაგალითად ისე მგონი, არ ვიცი, ხა შემოწდები და გეტყვი და შენ მითხარი, კითხვა. იდეალბათობით. რო ხანდახან მოსულა, რომ შეიძლება გაქცევია კიდევაც, ხო თემა? რეაქციები რა? შეიძლება. ხო ყოფილა ეგეთი, იქნებოდა არ არსებობს. თემა ისეთი არ ყოფილა, ანუ გადაცემა რომ თავდებოდა, ეგრევე ვეკითხებოდი რა სტუმარს, რომ რამე ნიტო თუ იყო რაღაცა, ნებისმიერ რაღაცას ამოგიჭრი რა. და არასდროს არ ყოფილა არც ერთ სტუმართან ეგრე. დააბაძგვანე მედეს. ყველაზე უნიჭო ფეხბურთელი გრანდებიდანო ზოგადად ალბათ გეკითხებიან. აუ მე ერთი მყავს. ხო, მე ეხა თენონჩესტერ ჩამოგიჭრით აბა აი რა. პირველი ეხა გამახსენდა, მაგრამ არ არის ეგ უნიჭო ლესტერში ძალიან კარგი იყო. რას უშვებია? ნუ ერთი არის. შენ რო არ გევასება ძალიან. ყველაზე უნიჭო გრანდებიდან ტოპ 5 ლიგიდან, ხო? თუ გინდა ადრინდელი დროს გაიხსენე, რა ვიცი. ხო, რა, მაინც დღევანდელი კი არა. ადრინდელი? აი, ვინც გინახავს? დრენტე რეალში. ბაზარი. ვახო გეგელია დრენტე შემართლა დრენტეო რო უთხრა. დრენტე ვერ ამოხსენი. ივან კამპო გახსოვს? ეგრე სახელით და იმით მახსოვს, მაგრამ ყველა ის არ მახსოვს, მაგრამ რა შეგეხედა დაუვიწყარი არა, ერთი ფოტო გადავიღე, ხო, აქ რო იყო ზამთრის თავზე ფოტო გადავიღე, გაუნათდა თვალები რა გინდაო ჩემთან. მე რო დაუწერე სხვაინო ვერ ნახე შეჩემა მეთქი მთელი ის იყო ჩამოსული რა. ბიჭო და დრენტე მართლა ეგ ხო იცი გაკოტრდა, ერთი შარშანწი ვნახე. გაკოტრდა? არა, აი ვაფშე რა ბიზნესი ქონდა? რაღაცა მარკაზე ეწერა რომ დედა ეტირავდა, გალოთებული ფოტო იყო და რაღაცა. ო, ეგრე ადრიანო ზუსტება გული. ადრიანომ საკუთარ თავს გაუჭალე. ან თუ დგავენ მაგას. უბანში რა? ლოთი კი არ არის, როგორი ტიპია, ესე აი უბნის კოლორიტი ტიპი გაიჩიტა რა. არა, მთვარე რა ლუდი ევასება, ლუდს სულ. ბრაზილიურად იძახის, ძალიან აი ესე. ლუდს ურტყავს და მე რო რამე ლეგენდების თამაში თუ არის, იჩიტება მიდის ეგ. მაგ ლურჯი. მართლა, ადრიანო ევასება. აუ, სადგანახო მოდი და ორიგინალი ნაცრომია. ადრიანოსთან ერთად კიდავლევდი. ნაცრომი არა დედა, ხო, კი. დედამისმა რო გარეცხა ის მაისურია, მე ჩამოხსენი თოკი და რა ნაცრომი, შეჭემა ადრიანოს. დედამისის გარეცხილი მაისური. დედამისის ადრიანოს დედის გარეცხილი მაისური. იქ ცხოვრობდი ლიგა რომ იყავდა და მეთქი გააცრო და ესა კიდე რა კითხვა, იცი კულისებში რამე ხო არ გაგწნომიაო.
იცი რა, დემეს ეს რა იყო რა სამო, კაი არ ჩართო, ნახავს. ჩაგირთო ეს? ნახავს. შეიძლება ნანახი რა არ მახსოვს. მე მაგალითად ვიტყვი კულისებში რა გამწყდომია სიყვაზე თეატრში როცა ვიყავი. თქვი აბა, მაიც ეწავ. თქვი. ჩურჩული გამწყდომია ვიღაცები ჩვენზე რა. რატო რა გაიგი, მაგარი ყლია. მაგარი ეს თან არის. ეს გეკრება რა ნახი. არა შეჭამა კაცი რა გაგწყობია რა გაგწყობია რა. გასახდელში მაინტერესებს თემატიკა. არა ისე მართლა შენ პროფესიით ხო მსახიობი ხარ. კი. ხო რა გაგწყობია კულისებში. აი ყველაზე მარტივი ის რომ აი ხალხი არ იყო მოსული ბევრი რო გაუიწყიტე რა. ეგ მაგარი ცუდია. თორე მე ის მაგ ხოლმე რა მირჩევნია ცალკე ვიყო ხოლმე რა სანამ დაიწყება ის რაღაცა ცალკე ჩემპიონში ვიყო რა. არა ეგ მაგარი თოჯინების თეატრი კიდე თოჯინებშიც კი თოჯინებში ძალიან კარგი გამოცდილება იყო და ძალიან სასიამოვნო იყო. ფეხბურთზე უნდა გააკეთო თოჯინების თეატრი ძალიან მაგარი ხდება ფეხბურთის თემაზე. ეგ გაიკითხო აი მე ხშირ მე დავდიოდი ხომ ეხლა ზეიხანი ასა თოჯინების თეატრში რა ხო და ბავშვი თითების თეატრი არის კიდე ეგ სხვა არის არა ეგ სხვა ჟანრია ვიცი მაგრამ ეგ არის სხვა როა ვიცი კაცო უბრალოდ ვკითხულობ არის ეგ ელექტრები ჩრდილების თეატრი არის რუსთაველის თეატრი სადაც არის მანდვე არის უკა ელბაქიძის მხრიდან არის იქით რა გელა კანდელაკი მაგარი ეგ ძალიან კაი ძალიან მაგარი რამეა ჩვენ მქონდა მაგარი იდეა ეხლა თეატრზე გამახსენდა ნახე ულტრაფორტ ხო ქვია ოცნებების თეატრი ეხლა თეატრი არა ეხლა ის არის რა ქვია ოცნებების თეატრი ბჭყალებში ოღონდ აუ მაშინ ფინალი რო იყო მილანი და ისა იუვენტუსი ხო გადააწეფეს ეს სტადიონს რას იგინებოდნენ იცი გარეთ ეს რა არის გინამ სტადიონზე ჩაგდა არ არის გასაკვირი რო ჩვენ მქონდა ეგეთი იდეა იდეის დონეზე არის უბრალოდ ვერ მოვიცალოთ რა სპექტაკლი რო გვინდოდა გაგვიკეთებინა მე რა გავაკეთოთ ბიჭო ახლა სამი თემა რა მსაჯი ფეხბურთელი და მწვრთნელი სამი მოქმედი პირი ოღონდ ერთი ტიპი თამაშობს ხდები ხან ის არის ხან ის არის რატო აბაცებს ხები გააკეთებ არა ვერ ხარ გააკეთებენ დაპატენტდა და ანუ იქვე სცენარულად უნდა დაწეროთ თუ ხო სცენარია გასაკეთებელი გვინდა ეგ რა ჩემი სცენარით ეს არ ითამაშებს მე რასაც დაუწერი ასე გვინდა რატო არ ვითა აი რა არის რა ვითამაშებ თქვი მივხვდი ანუ როგორ სტილში გინდათ მაგალითად მოსერიალო გადაღება თუ აი სატელევიზიო სპექტაკლები რო იყო ეგეთი უბრალოდ სპექტაკლი მონო სპექტაკლი რომელსაც გადავიქცეთ ხო მონო სპექტაკლი ძალიან რაღაც 1-20 წუთიანი კი აი ეხლა სხვათა შორის არის მონო სპექტაკლების ფესტივალი არის ხოლმე ბათუმშია მე მგონი კი ბათუმი მაგ მხრივ ძალიან აქტიურობს ხოლმე თეატრალური ბათუმი ვაფშე მაგრამ მიყვარს აუ ბათუმი გაია ბათუმში დაჟე ვიცხოვრებდი სულ მაგას ვამბობ ისე რა წერია რა გაგიდიდა თვალები ავიცი რა არის ნოტარი როგორი მეკარეაო და თქვი აგერ ჩამოვთვალე წეგან სეივები ქონდა ისე და ყველაზე კარგი რა არის ხოლმე იცი ეხლა მე მაგალითად არ მაქვს ხოლმე ეგ რო აი რაღაცა კარგი რო გავაკეთო, აი ვერ გამოვხატავ ემოციას და ეს სეივს რო გავაკეთებ და იმდენად თელ გუნდზე გადა, ხო, გადა. იქაც ეგრე არის, ხო? ყველგან ნოდარის ხმაის. ო, დემეს რო აუხე. ეგ იყო აი ბიჭო. ხო და მაგას ხო არ იტყუები, ხო მართლა. როგორ იტყუები, მე ხარ ვიყავ, ეგაცო. მაგას ვამბობ და ეგ. და შევიკავი რომ გამოიღე და რაღაცები არ დაუჯახე, თორე ხა. ეხა დემეს გამოიღეს და დაუძახებდი და გამოგაღებინებდი, იქ ჩემო თელი ნაკრები იქ იყო. ის ცკიტას აუღე. იმას აუღე მაგარი ბუთი კალაძის ბიჭი ხო ჩვენ გუბუს ხო ცხრიანში გავუშვა და რისვაი ვაგახით ესეთ გლახ და რა პონჩი აუღე ბავშვი ბიჭო ვაგენო გიში იქ ვიწამლები აუ ეხლა გუშინ უყურებენ შორტებს რა დებენ ხომ ეს ბავშვს რო ახსენებენ თამაშს თქვა და მიბის ეს ბავშვი და მე გარე რომ სამბურს რო უღებს და ეს ბავშვი ტირის და მამის და გარბის და ეს ბავშვი დღეს კაცი გაახტა და ინგლისელები რაღაცებს რო უწერენ რო არ გაატაინაცება რომ ცხოვრებაში უნდა იცოდე შენ ფეხბურთში აქტიურად ხარ ისე აი ეროვნულ ჩემპიონატ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე საუბარი ესე YouTube-ზე როცა შემხდება ვუყურებ ხოლმე რა ლაივებს ვცდილობ ხოლმე რომ ვუყურო რომ არ ჩამორჩე რაღაცა შევხედო ვინ რომელი კარგი გუნდია და ეხლა ნელ-ნელა უფრო ჩავერთვები მაგ ყველაფერში რა თუნდაც ეროვნულ ლიგაში რომ აი მაგალითად გინდ რაღაცა გაიზარდოს მაყურებელი იყოს რაღაცა. ხო ანუ ოღონდ რაღაცა კონკრეტულ გუნდზე ეხა ჯერ არა არ თქვა მთლიანობაში ეხა ის ხო არა ხარ რა ქვია ძალიან დიდი მუღამი მაქვს იმიტომ რომ ბავშვობიდან მახსოვს ეხა რომ აი სტადიონზე ვიპარებოდი ხოლმე რა თამაშიც ხო თბილისური გუნდია რა თამაშიც არ უნდა ყოფილიყო სულ ვიპარებოდი სტადიონზე და ვუყურებდი ხოლმე ეს ანგელოზი პირველად დინამო ტორპედოზე ნახე 10 კაპიკიანი ბილეთები იყიდი კალათბურთს ვიტყვი რა ხო ხელბურთი კალათბურთი
ხელბურთი დაჟე. ხელბურთზე იცი რა ხდებოდა? ეხლა ამ პირველ ისეთი გუნდი ყავდა. პრინციპში ადრე ხო. და ფეხზე დასადგომბილეთი. დაჟე ისიც არის გაკეთებული, დახატულია რაღაც კორპუსზე. კი, იყო და ეხლა ხელბურთი ეხლა ამოიწევ. ბიჭო, ეხლა სპორტში რაღაცა ბევრი კაი რაღაცა ხდება რა, ეხლა რო გადავხედოთ რა, ნახდათ რა. არა, რო ხედავენ რო ის არის. დინამო სტადიონი რა, ის ბუკა. დინამო რას გავს შეხედი. მეცხრე კლასი. შენ რას გევხარ, ნახე რა გითხრა? არა, ნორჩი ხარ მე. შენ რას გევხარ ახლა? შეგიდე რა. დავინახე და როგორ გავამხედა? ნორჩი ხარ მეთქი. აქ დავინახე სტადიონს მე და ჩემს ბაკაცი და ვა დინამოს ის პოლაროიდი თუ რაღაცი დავრბოდით და დავინახე და აუ შეიძლება როგორ ბახცოს რა იცოდა რომ სისხლს გაუჩნობდი მე დინა შეიძლება ფოტოგე როგორ არა მოდი ეს მაგარი რაღაც კაია ეხა ესა? კითხე მე რა ყველაზე დიდი ყლეობა რა გინახავს? ბიჭო მე უწყდება ხალხი არა ნუ ეხა უწყებად გავიგე მაგრამ აი ყველაზე დიდი ყლეობა შენ გეთქვა ალბათ კულტურულად სპორტში ზოგადად შენ როგორც გინდა ზოგადად რა გინახა იმ ფილოსოფიაში დავიდე ესე არა კინო სპექტაკლი პოლიტიკა ალბათ სპორტში და ხო ალბათ სპორტში ხო ეხა ეგეთი ბევრი ყოფილა ალბათ მაგრამ ეხა გამახსენდა ერთი ატლეტიკო ეთამაშებოდა ევროპა ლიგაზე ო ისე თამაშებოდა არ მახსოვს და ატლეტიკოს ცველმა არ ვიტყვი ეხა რომელი იყო ხელი მოკიდა, იმენა მოკიდა. ანუ ჩანდა რა. ჩაო? აი გარბოდა ის და ამან მოკიდა და ვითომ არაფერი და ყვითელი მისცეს მაგაზე. მეთქი რა გააკეთა? სიმეონე მასწავლა. ბიჭო რა? მეთქი ეს რა იყო? გაამეორეს თან ხო ის და კარგად მოკიდა იმენა ხელში დაიწინა და სიმეონე მასწავლა. სიმეონე ეს რო გააკეთა ისიც ხო ასწავლეს მე უკვე რა გაგიჩნდა მაშინ მაგრამ აკრას ბიჭო დაწყევლია ეს რეალ ბარსელონა. მე მევასება რა. ატლეტიკოში რო არის აი მიხარია რომ სიმეონე და ატლეტიკო ერთად უნდა მოკვდნენ ალბათ რა თუ მოკვდნენ. მომიდგენია სხვაგან. რეალთან ძალიან მეწყინა. ხო მაგრამ იცი რა ცოტა რაღაცას რეალთან გეწყინებოდა ეხა. ცოტა რაღაცა აკლია ტიპს აშკარად თვითონ ტიპს. გუნდები ანუ აკლია თუ არა აკლია კარგია ეგ მე რო აკლია მაგრამ ვთქვით როგორც წეს რაღაცა მაინც აკლია ალბათ რო ესე მისული სადღაც ყიპებამდე მიდის ტიპი და რაღაცანაბიც ვეღარ დგავენ რა ეს ხო მაქსიმალურად ცურავს აი ვენგერი რო იყო არსენალში ხო ხდები რა აი ის ფინალი უბრალოდ როგორ წააგეს ხო დღესაც ძელი წარმოსადგენია უნდა უყურო თავიდან გადაახვიო რა ეს ბელეტი 32 წუთი არ ბეინა ბიჭო იმაზე წვიმაში 30 წუთი შევიდა ტიპი ჩააწოდა და ავტოგოლი მორჩა დაამთავრდა აი არა და რა იმსახურებდნენ არა გასაგები ეგ სხვა რამეს ვამბობ კაცო რა სისულელე მაგაზე ეხა ბელეტის საერთოდ ყველა ტიროდით ჩემგან არც იფიქრო ეხა რომ არ იმსახურებდნენ რამე მაგრამ არსენალს რამდენი მომენტი ქონდა კაცი გაუგდეს არა მე ალმუნიას ლოცავ კაცო ხო არა უყურე რას გეუბნები ფეხბურთში რაღაც არსებობს რა არა ხო იწერება სადღაც ეხა კვარას ამბავი მოდი ეხა კვარაზეც ვილაპარაკოთ რა კვარას ამბავი ნეაპოლში ჩავიდა ჯერ აქ ჩამოვიდა აქ ხალხი მიიყვანა ტრიბუნებზე მაგრა ითამაშა ვიღაცები ტრიბუნიდან იძახდნენ მოტეხე ფეხი რეკორდი არ იყო ის ის დასწრება ეგეთ როდის იქნება კიდე ეგ მეგონი პირველი ეროვნული რო იყო ის იბერია და ისა ბიჭო იმის ვერ არ ყოფილა მაგდენი ხალხი რო გადმოვარდა და უყურე იღბალზეც არის მაო კვარა არის იღბლიანი ტიპი რა ნეაპოლში ეს გააკეთა პირველი სეზონით იძე ჩამოსათველი ტიპი გინახია რომ რა ვინ გააკეთა ეგ შევჩენკო გახდა სერიას საუკეთესო არა პირველი სეზონი ეგრე შეიძლება გაიხსენო ვინმეს რო ქონია მაგრამ მეორე მესამე რაღაცა ეგრე ვეღარ ყოფილა რა ეგრევე ჩაფუშულა მოიგო ხო ნაპოლი 30 წლიანი პაუზის მერე ხო მოიგო სერია საუკეთესო ხო გახდა თან ამ წნეხში ბიჭო რა ხან ნიგერიელები უტრაკებდნენ და ხან ისერი ვინაც შემოესია და რა წნეხში იყო ტიპი ლიგის საუკეთესო გახდა აქაც ხო ამბობდნენ ახალგაზრდა არა ისო რაღაცა აქ ეხაც ამბობენ ჟურნალისტები ეხა სალიაზე წავიკითხე იმ დღეს რა დინამ რაღაცა თამაში იყო და ეს ამას რა უნდა ესე იგი ნიუკასლის სირები არიან გაიგე შენ და ისა რა ქვია მამარდაზე რო დაიწყეს კიდე ამას რა უნდა ლივერპულში და ალისონ აი ესე გაიგე ეს ტიპები არიან რაღაც მასტები ეგრევე წავლენ თამაშს ოდნო კლასნიკის იქით სოციალური ქსელი არ უნდა და მე ჩალიჩობენ ვიზა და ბილეთს და იმას და მიდიან ხო და ეგენი მიდიან როგორ დახვდნენ ჯერ სალიას და როგორი კარგი დახვედრა და არა მე გონი ძალიან მიხარია აი ლაკი ტიპი არის კვარა ხო ეხა ნახე შენ რა ამან ეხა ეს თუ გაიარა ბოლომდე
აი ძალიან შენც ხო გინდა? არა, ვივიწყებ ამას. არა, ივიწყებ რატო კაცო დროებით მიაგდე რა პრობლემაა რა. ანუ ფინალში ოღონდ გავით. დაჟე მინდა რომ რამე თუ დაეტაკებიან აი. კი, მე მაგას ვამბობ, აი მაგაში გეთანხმები რა. ეხლა დაიწყებენ ამაზე ვიღაცები თვითონ არ არის ეგრეს რა, ქართველი როცა არის და ამ მესეჯს ვერ ვიტანდი, მთელი ცხოვრება რაც თავი მახსოვს, აი გუნდა და ვერ ვთვლიდი ისეთი. სუპერმარკეტს ვიძახდი. მე რონალდინიოს ვიყავი შეჯდარი უყურებდი, იმიტომ რომ ის მაგრამ ანუ ეგ შეიძლება ეხლა მე მესის დროს ესეთი სისტემური გუნდი არ ყოფილა PSG-ში. დაჟე აი ჩამოთვლი, ადრე ვერ იმასისავდი, ანუ ყველას შეადარებ. კი, ზუსტი გოლი არა. აი ნებისმიერი რომ ჩამოთვალო რაღაც მენდეში მაგალითად და მსოფლიოში მარცხენა მცველები, მარჯვენა მცველები რაღაცები რო გაიხსენო, ტოპ 5-ში შეიყვან რა ყველას რა, ისეთ ხოძზე არა. ისე მოხოდა ამან, იმიტომ რომ აი მენა იმსახურა. ერთს გეტყვი რომ აი მაგალითად ტუხელის იმაში რომ წასულიყო, ან ვინც იყო მანამდე კიდე მწვრთნელი, არ გამიხარდებოდა და ვიტყოდი რომ ნეტა სხვაგან წასულიყო კვარა, მაგრამ როგორც კი გაიჩნდა რომ ენრიკესთან მიდიოდა, მე მაგრა გამიწოდა. და თემა ის არის რომ ბაპეც რო წავიდა რაღაცა, თითქოს წავიდა ბაპე და აი PSG და პირიქით რაღაცა. მესი, ნეიმარი, ბაპე იქ უკან რამოსი, შმამოსი, რავი, ბიჭო, ბუფონი, და ეხლა წარმოიდგინე ამით კვარათი რო გავიდეს ფინალში ლიგის, თო? არა, თან ამაგრებია. არა, ისინი ეხა ყველა თავისკენ კაჩავდა, ხო, ეხა იმათან შანსი არის, ჯეირანებს თამაშობენ ტიპები, ჯარიმას ვინ დაარტყავს, პენალს ვინ დაარტყავს. არა, დაჟე ისეთი კარგი გუნდი გაიჩითა PSG-ში, რომ ყვარა რო გადადიოდა. ეხა ცოტა მეშინოდა მეთქი, რომ აი კონკურენცია რაღაცა იმედია მეთქი თამაში მოუწევს და მაგრად ჩაჯდა. ბარკოლა იმენა რაღაცა უკვე ის არის რა, გადაიწია. ველასიც კაიფოა. უკან ტიპი ისეც დარბის, აი მე კაპელოსის წავიგე, კაპელოს ხშირად ვკითხები ხოლმე რა და მართლა მაგარი кай ტიპი არა ადამიანურთაც кай ტიპი აშკარად რა იქო мотивация არ ქონდა რომ ვერბინო მართალი არის ბიჭო ფუზე რო ტვირი რო წაიღეს ხვის ფულს არავინ არ ითხოვს რა რავი ეგ ისე არ ქონდა რა და ეხა სალახთან იმან რაც გააკეთა მაგან ლივერპულთან ის ბურთი რო გამოიტანა ხო ეგ ხო ის არისო პროსტა კი არ ჩაწვა უბრალოდ ხედავდა და იცოდა ის ტიპი რაც იზოდა მოიგო ის თამაში ძმაო მაგ მომენტით ეხა ყველაზე დიდი კლევა რო კითხეს მეც ვიდა თქვი ერთხელ ეს დიდი კლევა ეხა გამოსა აი რონალდინიოს ხვის საბუთებით საზღვარზე გადადიოდა. ეგ არ არის ყველა დიდი ყლევა. ბიჭო, არა, ეგ კაია მოსაყოლად არის. არა, ეგ არის ბიჭო, ტიპი რამდონის. რატო გააკეთა? ეხა ხუნა ჩამოვიდეს ერთი კითხოს რა ვინმე რაც შემი. როგორ ვერ უნდა იცნო? ხვისი პასპორტით რო გაიჩნდა რონალდინიო. აგინე, კაი გასახსენებელი. მაგარი როჟა, ხო? არა, ნუ ეხა გოჭიკო ხო მოიგო. ციხეში გოჭი მოიგო, რაღაც ტურნირი რო ჩაატარა და აჩვენეს. არა, გოჭი იყო. ხო, ნუ ხარი და უციანი რაღაცა. მაზიანას თამაში. მეგობრებო, გამოვიწეროთ და დავალაიქოთ ჩვენი. ამას წინათ ჩამბარდა რესტორანი. ო, შენ უნდა გეთამაშო. კაცი 100 მანეთი რაღაცებს თამაშობთ კომუნისტების დროს კალათბურთში, ბიჭო. არა, ადრე უბანში თამაშობდით ხოლმე და ეხა კაიხანი არ მქონდა სხვათა შორის მაზიას და თამაშები. იმ დღეს ვითამაშეთ, მოვიგეთ, მე ყვარას თამაშს უყურეთ კაკრას სხვა ადრენალინი აქვს, მაინც ხო ის რაღაცაზე რო თამაშობ. ხო და მაგ ადრენალინის გამოგაცდებდი ფინ პატარა მაგით. არა, ისედაც მოგიგებდით თქვენ თუ უყურებთ ეხლა ის უყურებთ. რამდენ 100-დან 100, მაგრამ ნუ სერიოზ დღეს მაგრამ მაინც მუღამი ხო აქვს? კი, არა, მუღამი აქვს. წეღან რისი თქმა მინდოდა რო ახსე, ეგ მართლა, ანუ მინდა რომ იცოდნენ და კარგად რა ხალხმა. ფულზე რო თქვი რა, რომ აი რაღაცა мотивация არ ქონდა რაღაც. აი მართლად ეხავს რა, იმენა დაუფასებელი იყო იქ. წარმოიდგინეთ, ეხა ვინც არის ის. მაგის თქმა მინდა, ხო, აი მე-16 თუ მე-17 იყო და ვიღაც ტიპი იყო, მარინი მე მგონი. ოღონდ ის მარინიც არა, მე სხვა მარინი ვიცოდი და ეს ვაფშე ვინ მარინი იყო? ვინ ცხა მარინი? ხო. და მაგისნაირი ხელფასი ქონდა. არა, მეტი ქონდა და ტიპმა წვლილი შეიტანა, რომ აი წეღან რას თქვა იმამ, რომ 30 წლის მერე მოიგეს ჩემპიონატი. მაგრამ როგორი დაუფასებელი. მაგრამ უყურე რა თემა? მე ყველა თამაში ისე რომ ერთი სეზონი იყო კიდე და კიდე რაღაცა ანუ არ იყო რა. გამომყვა ყველა თამაში ნაპოლის უყურებ. და იქ თვითონ ის ტიპები რო განა PSG-ს მოიკავცია და კვარას ვისტერიან და ხალხის სიყვარული ექნება მაგას. იქ გამორიცხულია ისტორიაში არის. აი, ეხლა ყველა იძახის ხომ რომ ვის ადარებ, გასაგები მარადონას კი არ ვადარებ, კაცო. შენ ხوار მოგიგონია. გააკეთა იმას ვაბო. თვითონაც დაჟე, თვითონ კლუბიც იმას იზავენ, რა ქვია. ეხლა დღემდე ხო იხსენებენ თუნდაც ჰამშიკს, ლავეცის ხო იხსენებენ. კი, მაგრამ ესე არავის არ არის გადაგადა. ხო და ანუ ესეც მე იმიტომ ჩამოთვალე ესენი რომ უეჭველი კარგად გაიხსენებენ და სენიორ მე გამისწორდა ცუც ვამბობ ეხლა შეიძლება
შეიძლება, მაგრამ ვიღაცამ ვერ გაიგოს. აი, ვიღაცამ არის სურათები დახის, გამისწორდა გეტყვი. ხო, ფანატიკოსები არიან. აი ხო, ფანატიზმის ქალაქია. ბიძინა მითხრა, რომ ეგეთი რამეო მარტო ბუენოს-აირესშია ხა. მე მაგრამ მინდა რომ ნაპოლი გახდეს ჩემპიონი, რო იძახია რომ წავი, იმიტომ რომ ამას ნახევარი სეზონი ნათამაშებია. პროსტა ინტერი ისეთ ხუთზე. არა, ინტერს ვერ გახდება ეხა გამორიცხული. 15-ზე მეტი თამაშია. ვერ გახდება. არა, ეს ვერ გახდება, ინტერი გახდება. ხუთზე გასვლაზება. ნაპოლი ვერ არა, გახდება. იქ ლიგაზეც სადამდე ივლისი ინტერი გასვლაზე ბაიერნთან ისე არა, ხო და ითამაშეს. სადამდე არა, ივლისი. ინტერი ეხა ძალიან სერიოზულად არის. ერთ-ერთი ფავორიტია ლიგის რა. მე ინძაგი ძალიან მეუასება, როგორც მწვრთნელი, რეპორტაჟების დროს, აი ლაციოში რო იყო რა, მაშინ მიყავდა სერია. აი როგორ ჩამოყალიბდა, იცი, რამხელა შეცდომები და აი როგორ ჩამოყალიბდა, როგორც მაგარი მწვრთნელი რა და შენი ბარსა მოგწონს წელს. არ ვიცი, ეს არის, ხო იცი, რაღაცა სანამ დაიწყებოდა სეზონი, რაღაცა უნდა დაგვედა TikTok-ს დავდეთ რაღაც გადაობით, რომ აი ბარსას ფანი ვარ და წელს რისი იმედი მაქვს რაღაცა და პირჯორს ვიწერდი, რომ აი იქნებ ღმერთმა გადმოგხედოს რამე გვეშველოს მეთქი, იმიტომ რომ არისო რა ეგეთი სიტუაცია ბარსაში და ისეთი რავი რა გადავიწერე ეგეთი თუ რაღაცა ესეთი ბარსა რავი აი ბოლო თამაში ცოტა ძალით ითამაშეს მობეზდა თუ. ნუ ეხა ეს არისო 13 დღეში მეხუთე თამაში იყო. ხო და გასაკვირი არისო ეხა ლეგანესი ისე ერთი ფეხით მოუგეს რა. ესეთი გუნდია. არა, თან ანუ ისედაც ხო სუყურე ბარსას თამაში. იამალმა კიდე ჩამისხა არა, რამდენი ვიცინე 1 აპრილს რო დადეს რეალის მაიკაში ეს იამალი და სერიოზულად რო შევარდა ბიჭო ხალხი. არა, წარმოიდგინე სერიოზულად შევარდნენ ისეთი გინება იყო ატეხილი რომ 1 აპრილი ესეთი მაგალითად გამოიყენა. მონჟუიტმეტი ხალხი უმრავლესობა აკავს, ნუ ბარსას ფანები ხო არიან, მაგრამ ელ მუნდო დეპორტივოს ეწერა. იამალის თამაშს აკავს უფრო ანუ ეგეთი რა. მონჟუიტზე ისე გამისწორდა, მე ფეხით გავიარე მთელი გზა. ისეთი პარკია, ისეთი საკაიფო. აგიყვან რა ეს. ძალით გადაყავ ხარ სხვა თემებზე, რომ ბარსაზე არ ვილაპარაკო. მონჟუიტი რა ვილაპარაკო ბაბა. არა, სხვა იმენა იამალზე და კონკრეტულად. იცის ამის ინგლისში ხო კარგად მევიტყვი იამალზე. კი, აბა. სხვათა იამალი ხო არის 17 წლის და ანუ მეც ახლა მაგალითად ფეხბურთელი ვიყავი და 17 წლის რო ვიყავი გეტყვით თუ გინდა მე. მილიო. აი იამალი ხო იყო, ხო არის რაღაც 190 მილიონი ის რაღაცა და 17 წლის რო ვიყავი ვით ჯორჯიაში თამაშობდი და მართლა არ ვიცოდი ეგენი. რაღაც თამაში ქონდა მარკსტართან თუ ვიღაცასთან მაგასთან თამაში და თამაშის მერე დაიწერა სტატია რომ მარკს არის ეს ხო, შავკანიანების გუნდი რო. აფრიკელების გუნდი. ნახე როგორ დაშინებული ყავართ ხალხს, აი არასწორად დავაყავ მაგას ფიქრობ რა პრობლემაა რაღაცა. ხო და სტატია დაიწერა რომ დღეს ვიჯორჯია იმაში ითამაშა 3-17 წლის ფეხბურთელმა აქედან თავი გამოიჩინა ლუკა იმნაძემ გოლი გაიტანა ერეკლი ლებანიძემ და გიორგი ხორიძემ. ანუ მე პროსტა ვეწე. შენ ისე მიაწე. მერაბა მამულაშვილი დაწერდა. მერაბა მამულაშვილი დაწერდა უეწელი. რაღაცა იმან გოლი გაიტანა მეორე ჩემაც მაკაც მაიწყა. შენ პროსტა 17 წლის იყო. და გიორგი ხორიძე პროსტა ეწერა რა. აი არის ჩემი ბიჭი. აქ ამოჭრილი შენახული ძმა. არა, ამოჭრილი შენახული ეს. ეკნება ეხა სადღაცა. ის ხო არ უმაღლესი ლიგა მოგიწია რამე ერთი თამაში. განაცხადში შეყვანან რამე ეგეთი. ვერ მოვასწარ. ვიჯორჯია მევასებოდა მე. არა, ბაში. ვიჯორჯია ბაში საკაიფო გუნდი. უბრალოდ კრაკოვის ვისლამ ძალიან დაადუღა. ჯორჯო. მამარდას მამა ხო მანდიდგა კრაკოვის ვისლას რო შეხვდა მაშინ რა თამაში. მამარდას მამა სხვათა შორის გუშინ ველაპარაკე. რაო? რავი 6 წლის წინ გამოგზავნა მამარდა. მაისური და უნდა მომწე. ახლა ბიჭო მე მეუბნება რომ მაისურებსო ეხვეწები ეს ახლა ხელი მომიწერა შე ქინძისთაო შე. არა შენ ხო მითხარი. შენაო მერეო. და შენ გასხოვების სიმსივეს არ ვიწერ ეს მაინც ნაკრების მე არ დამიწერი ეს მაჩუქეს. აწერია ქორო ამას უკან? ბიჭო მაჩუ. წვიდათა წვიდა მაიკას რო ბილწავდა სიმსივე რო დააწერე. მე რა დავაწერ შენც ბობას მისო რომ გულშემატკივრე მამა. გავს ცოტა ბასკური იმას ეს. ესპანელი ვარო იძახის კაცო. მართლა მაჩუქეს ქორო. არა პახერო რა არის აბა ესპანურად თუ იცი პახერო. აუ ეხა ეს იცი? პახერო რა იქნება თქვა? არის იცი შენ მართლა? კონიოს იძახის. ბიჭო არა ეგ არ თქვა გაჩერდი კაცო. შენ იძახის. ესპანეთში ბიჭო უყურე გიხსნი ეხა მიცუბიში პაჯერო ხო იცი? ხო ეგ არის და ხადა. იქ არ არის პახეროები შეყავთ სხვა დასახელებით მონტერო იმიტომ რომ პახერო ნიშნავს დრეველს. უჩი
არის წოდი მართლა? და წეღან დაუძახე? ბახი, მაგიტომ არ ითხარ. გეუასება. იმიტომ შეიძლება ეს რო უჭირა, ნახე. დააგვირდი. სულ სიგარეტი რომ შეჭირა. მარტო პუტა გეცოდინება ალბათ, ხო? ძალიან ბევრი. ეგენი ყველა მუქის კაცო შენ. არა არის თქმის, შენ რამე კონკრეტულებით ისეთი. დადის და მხარი. ხამონი, ერთი მაგარი ესპანურის გავაძრე, უნდა წავიდეთ ერთხელ მართლა. წავიყვან შენს და იქა დავიდოთ კიდე რაღაცეები, გინდა? ხამონი და რაღაცეები. სულ ესპანური რაღაცეებია. შეიძლება. ჭამაში უნდა შეგეჯიბრო, მანდაც უნდა მოგიჭ. ისე დღეს მე და შენ უნდა შევეჯიბრო ცენიო. მაგირის ფეხბურთში უნდა შევეჯიბრო, თუმცა მანამდე ჩვენ შეგვიძლია ნივთების თამაში. ნივთების თამაში თავი დაანებებ, ხას მიმართებთ ხოვე რომ გამოგვიწ მე არ მიჯერებენ. ხო, კარგით, უწეგნურს არ დაუჯეროთ და მე დამიჯერეთ. გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი ჯიგრები ხართ. აი სინოდარ მე უწეგნური ვარ, მაგრამ შენ ეს ეწიგინდა გაქცარიელი, რა ვიცი. და დადგა ფანტაზიის დრო. ქორო უნდა გამოვცადოთ ფანტაზიაში მას აქვს ეს ჭარბად. ესე იგი ნივთების თამაში ჩვენ დაურეკავთ ახლა ამოვირჩიეთ ჰიტა ოქროს კაცი იუთუბერი დაურეკავთ ჰიტას ქორო ნახოთ როგორი ოქროს კაცი იქნება თქვენზე ხო ქორო უნდა კითხოს ჩვენზე უნდა კითხოს ხო მივდივარ ლაილაიში და რას მირჩევდა ჩვენ გადაგვიაროს მაგრამ ჩვენ საუბრის დროს ნივთებს მაცდი ჩვენ საუბრის დროს დაუდებთ ქოროს ნივთებს და ამ ნივთებზე უნდა ააგოს დიალოგი. ბაბონოს, შეგიძლია შენი ტელეფონით დაურეკო. აი ეს რა არის? შენი სუნთქვის ზეცობა, გოჭი პეპა. ეგ ის არის ჯერი. ალო. ჰიტა როგორ ხარ ქორო ვარ? აგა როგორ ხარ? ნიჩიო, სულ დროს ხო არ გირეკავ? არა. ბიჭო, შენ იქ ხო ნამყოფი ხარ, აიც რა ქვია YouTube არხს. ლაი მე მგონი, ხო? დიმა და ნოდარი რო არიან, წამყვანები. მან ნამყოფი ხარ? კი. ხო, მეც ნახე მე მგონი და ბიჭო რა, ანუ დამირეკეს მოდიო და რა ვქნა არ ვიცი. დაბონჩი. ბიჭო რაღაცა ცოტა ისეთი ტიპები მგონი რაღაცა ნიტო ანუ არ მინდა რომ რაღაცა დამაკავშირონ ამ ადამიანებთან რამე რა ცოტა ანუ არასწორად ვფიქრობ ეგ მაინტერესებს რა რაღაც პონჩი იმიტომ რომ რანაირი ტიპები არიან ცი აი მეც არ მეგონა თუ ეგეთები აღმოჩნდებოდნენ იმიტომ რომ დიმავოზე ხა ტელევიზორიდან ვიცოდი ბავშვობაში და ხო რო გავიცანი იქ რომ მივედი კაროჩე აგინებენ ერთმანეთს სულ ყველას ეძახიან ორივე ერთმანეთს და სულ ეგეთი ბაზარი მიდის რა და იქ შენ ხარ თუ არ ხარ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ერთმანეთს ეღადავებიან ანუ შენ ხო არ გაგინებ მე ხო არ მაგინებენ რო რამე არა ეგრე არა დიდი პატივისცემის მიმართ ჯიბრულად და პატივისცემით მაგრამ თვითონ ეთყობა დიდი ბავშვის მაგას ხო და რაღაცა შენთანაც იყო რაღაცები ისა რა ქვია რუბრიკის პონჩი რაღაცა ვერ მივხვდი მაგას რაღაცა ყვატის და რაღაცები უნდა ამოიღო პირით ტაშტიდან ანუ თუ მეღადავებიან მაგას ვერ მივხვდი რაღაცა ტაშტიდან არ ყოფილა პროსტა დავჯექით ტაშტიდან უნდა ამოიღო ყვატი იმით რომ პირითო და რაღაცა და თავიდან მეგონა რომ მეთქი ხო არ მირეკავენ გადაცემიდან ან რაღაციდან ვიღაცა ხო არ მეღადავება თქო და ანუ მე რომ ნახე როგორ იყო მე მივედი და პროსაო დავჯექო და ისე ვილაპარაკოთ YouTube-ზე რა ხდებაო სპორტზეო რაღაცაო ესეო რა სპორტს უყურებო და რაღაცა და მივედი და ესე ერთად ვიბაზრით რაღაც გაგვახსენდა და ეგეთი ჩელენჯი არაფერი არ იყო და ეხლა ბოლო ეპიზოდში ვარ დაამატეს რამე არ და გადაღების პონჩი რამე ის ხარვეზი ხო რა თქმა ბატარეა რო უჯდებათ ხოლმე და რაღაცები ანუ მალე გადაიღებენ და რაღაცა იმიტომ რომ მე გასასვლელი ვარ ხვალ მოდიო დამირეკეს უცბად რაღაცა სტომარი გადაგვედო და თუ მოხვალო შენ ანუ მაგ პონჩი დიდხანს ხო არ მალოდინებენ ან რაღაცა ანუ ჯიგრულად იყო ყველაფერი მივედით გადაღება დაიწყო და რავი 1 საათი ვილაპარაკეთ და ორივე დაანჯიგრები არიან რავი არჩე იმენა ტომი და ჯერივით არიან ხო ისე ჩხუბობენ სულ აუ ერთმანეთს ეხმურებიან ისე რომ აი რო ერთ ამოიდგენ შორიდან რა და მეტი ანუ მე პროსტა უნდა მივიდე და შტერივით ვიჯდე ხო შენ ხო ახლა გადაცემაში სადე ჯერ არა მაგრამ მომიწევს აშკარად ხვალ
ანუ პოდკასტის ვაიბი აქვს რა, ესე ჰიტა გენაცვალე შე ჯიგარი ხარ ძმაო. ჰიტა პელე ხარ, პელე შეგენაცვალე, ჩაწერაზე ვარ. ბაბატი ჰიტა. ჯიგარი ხარ, ვიცოდი მე შენ რო გაიგაცი ხარ. არ ესმოდათ ხო იცი ყურზე მედო და არ ვეთქვი ახლა. გენაცვალე, ჰიტა პელე ხარ, პელე. გვიყვარ ხარ, მაგრამ პატვისცე ძმაო, სულ რო ჩვენთვის მაინც სულ რაღაცები გეთქვა, ჩვენზე მაინც მაგრამ გვიყვარ ხარ. მაგრის ხზე წავედით რა. არა, ცუდი არაფერი არ გითხოვთ, იდეაში რაც თქვი და კი, ყველაფერს ვისმენთ. დივა ეუნებოდა წეღარ პახერობდა, რა? ზრეოს. ჰიტა. ჰიტა ბოდიში და მადლობა. ჰიტა მადლობა დიდი ჩემო ძმაო. მადლობა. კარგად. ბოდიში თუ რაღაცა ესა რა ქვია, ტესტი. ვა, სავო, ქორო. ქორო ზეცი სამეპარებოდა ჰიტასი მეშინოდა არ ეთქვა ხე ეს ობოლაძე ადრე ტელევიზორში ყავდა რა. კაცი ყოფილა სვეჩი ჯიგარი. აი, ძალიან კარგად იარე და არა ელემენტზე რა მაგარი ჩაუკლასა მეთქი რა უნდა თქვას მეთქი რა ამე პრობლემები ხო არ აქვს ელემენტები ხო უჯდებათ გადა ისე ახოს იყო ლუკა მორჩით მეთქი ხმარო ფუჭდება ეგრევე ეხევა რა ეხა მოვიდა ბილი ბერგ არენაზე პირდაპირ მორიგი პირდაპირ რეპორტაჟის დრო ორი ესპანეთი დაგი ხოციათ ერთმანეთი რა გინდა დისკენი ესე იზაო გინაფერმო აი ეს ნახე ესე თქვა შეხედე გეხოცე რა ემზადება მე მგონი რაღაც ხო იცი ეხა იმ სიტყვების თქვაც არ შეიძლება რაღაცეების რა იმიტომ რომ ის შეიძლება აგაბუნებო ამიტომ ვიტყვი მიდი შტერი ხო შტერი მოსულა მე მგონი აბა კი შტერი არა შტერს ვიტყვი იმიტომ რომ სხვა რამე რო თქვა მე გადავედით კათედრალ სამამესზე სადაც დიდი მაჩი გამართე არა ეს არის ბილი ბერგ არენას ანმამე por favor aquí vámonos აუ ისე შენი თქმის არ იყოს აი ცენტრალური თამაში საქართველოს ჩემპიონატის 10000 კაცი პატარა სტადიონი დაუჯდებოდი და თელი ჯიგრით აი რაც რამე შეძლებდი ისე წავიყვანდი რა აი მალე აუცილებლად მალე მე მახსოვს ნოდარი კონკურსში რო იყო კომენტარი ცოტა გადავუხვე ბოლოსკენ მაგრამ მეც მახსოვს და ბევრი იძახდა რომ დავამატყოფე ვინ არის უკან გიკინა რო ქონდა რაღაცა იმას რო გავდა ეს და ბიჭო ჩვენია ეს ქართულია ძმაო ჩვენია მან მაგას ჩვენ ვერ გავეხსენე ჩვენია კიკინა ხო ხო კიკინა რო ქონდა როლისთვის კიკინა ჩვენია სადაც კიკინა არა კიკინა მე მქონდა ერთხელ რა იცი თავი გადავიყვეს და იმას რო ქონდა რა პალასიოს არა მე სვანმაც მაგაცმა ამბარსა სუფრაზე ვისხედით და გადარჩენილი ხარ უცებ გისვა არა მაგრატლით მომაჭრა სუფრაზე მიზეზი თალი იყო თუ ეგეთია არა სვავდით და აი მოდი მეთქი მომაჭრე თუ გაგისწორდებათ ისე მე რო ფოტო განახი იქ დივაც კოჩორია ხო და მოვა მაგის დროს ხალხი უბრალოდ ჩვენ ფეხბურთს ყველა პონჩი ხარი უნდა დაუჭიროთ ნებისმიერ შემთხვევაში რა იმიტომ რომ მე გვიანი იქნება მართლა ვიღაცა გავა რაღაცა კონფერენს ლიგა იქნება ევროპა ლიგა იქნება და მე მოხვალთ და ასე რომ აი იცი რა მიდი თქვი კაი არა ჩვენ არ ვართ ბარსა და არც ლიონი უეჭველი კი სულ ჩვენ არ ვართ ბარსა და არც ლიონი აი ყოჩა ბიჭებს აი მეტი რა ვერაფერს არ ვიტყვი რა აზუკა რაღაცა ეგ ამბები მაგარი კაი ბიჭი ჯერ მოგვიტანეს ატრიბუტიკა ბიჭო მაგარი შარფი მაგარი ისა კაი მუშაობ ეგ ფული მეორე არ არის მაგრამ სწორი მიდიან რა და ეს თემებიც ეხლა უნდა ჩამეცვა პრინციპში ეს გაუბედურებული მაგრამ რეტრო მე მქონდა სხვათა შორის ძალიან კაი ისა ძველი მანჩესტერი სად არის დედა ჩემო ვაჩუქა ვიღაცას აი ეგრე აქ ჩაჩუქებული რონალდინიოს ფორმა იმის ფორმა მანჩესტერის ფორმა სხვა შორის იმან ვაჩუქა გულფიმ თუ იცნო გულფი ხო მანჩესტერის გულფი როგორ არ ვიცნო და გულფიმ ვაჩუქა და მე დაპატარავდა ვიღაც მე და გულფი ვიჯექით გერმანია ბრაზილიაზე ფილარმონიაში პირველ რიგებში და უკან გვეჭდა გერმანია მართლა რანგაშდა გუფი სხვათა შორის გუფიმ გააზრო 2005-ში მილანი ლივერპული რო იყო შუქი ჩაქრა ეზოში ხო გამოიტანა დვიჟოკი რაღაცა და ეზოში პანტიანი გააკეთა ოპელზე დავდით ის და უყურებდით მთელი ეზო და ჩემთან ჩაქრა რა ვიცი ფინალი კაცო 2005-ის მაგ ფილმს მილანი ლივერპული ოპელზე დვიჟოკით უყურეთ ეზოში მე პანტიანი გამახსენდა ახლა ბავშვობაში. და ეგ იყო ჩემი საუკეთესო ის. აი სეიზელის ამბავი ტრაგედია საშნელი იქ პანტიანში ვიყავ შავ-თეთრი ტელევიზორი მაგიდებზე ის რაღაცა პატარა ის იყო. რაღაც ადგილი იყო იქ იჭერდა მარტო და მიაგნეს ტიპებმა და ფეგურთი მაგარი თემაა რა ზოგადად. და ამიტომ ჩვენ ფეგურთს დაუჭიროთ ხარი. და გადავედით ახლა შედლების დაგვარად. მე იმას არ ვამბობ რომ
ვაქო და ვადიდო ზედმეტად და რაღაც, მაგრამ ჩვენი არის რაც არ უნდა. ხო, რაც არ უნდა იყოს ჩვენია რა. მაგრამ კლუბებმაც უნდა გააკეთონ რაღაცეები რა, ეხა რა, ეგრე არ არის. გაანზრიე. კარგი, გადავინახოთ ეხლა ბილი ბერგ არენაზე, კრისტალბერტ ეროვნული ლიგის შეხვედრა ბილი ბერგ არენაზე. გამარჯვებული მიიღებს რას? მანჩესტერს. ბურთს მიიღებს. ბურთს და ბურთს ნებისმიერ შემთხვევაში ამას ვაძლევ. ძალიან ფრთხილად უნდა იყო ქორო, გოლი არ უნდა გავუშვა. თითო გოლს აი იცის ბეჭო ეგრე ხუინაძე მიშო. მე ვთქვი მე? ეხლა უზუდელი. всё, გადავინახეთ, დავიწყე. ვამოს. საღამოს მშვიდობისა, სამოუწყებლო კომპანია ლაილაი იწყებს მორიგ პირდაპირ რეპორტაჟს ბილი ბერგ არენადან. დღეს ძალიან საინტერესო თამაში გველის. თუ კი მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, აქვე მინდა გითხრათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი ლაილაი, დააჭირეთ გულს, დაგვიწერეთ კარგი კომენტარები, რაც გინდათ ის დაგვიწერეთ, ჩვენ ყველა კომენტარს ვკითხულობთ და ძალიან გვიყვარხარ თქვენ ყველანი. ნომენატრა ისე რეპორტაჟების საყვარა. ამით რა დაკვაყოფილდეთ დღეს. ქორო ნოდარი. ჩემთვის როგორც ნეიტრალურისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, დაუხოციათ ერთმანეთი, ყველა გაშვებულ გოლზე გააზარდა ჭიქი. სასჯელი თქვა თუ პრიზი თქვა თუ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მოკლედ 2 წუთიან ტაიმერს გავუშვებ, გატანილ გოლზე ვაჩერებთ, მივდივართ სადლეძელოს გლიჯავთ და მოbrunდებით უკან და იმედია რომ რამდენია? 7-ია თან. 4-3 დავტარდება და FIFA-ში რო შეგიძლია ბარსა ესპანეთი ითამაშო, რაღაცა ბარსელონა რო ესპანეთი. სი კლუბიდან აკრები და კიდევ ვიღაცა. წინაზე თანდარაშვილი მყავდა ლივერპულით შემჭამა, ეხლა ესენი 2. იამალი, ნიკო ვილიამსის დაპირისპირება 3, 2, წავიდა. 1, წავიდა. დაცვაში მეტი ყურადღება საჭირო, არ ვიცი, გუნდები ოპტიმალურ ფორმაში არის ამ პრინციპში, აკლია თვითონი და გოლი! Vamos! აბა გლიჯერთან საბერძელო. ეგ მარწვის არის ძალიან გემრიელია. მართლა? სი. ყველას ვინც ლაიქს თითი დაარტყა, იმათ გაგიმარჯოთ. გასურვებთ საუკეთესო წელს. ვა, გაიხარე. წავიდა. ხო. ჰუჰა. ერთით ნოლია. ეს მარც მე გვიждები ბურთი. მაგიტო დაგელიე სპეციალურად. ბურთი მომეცი, ნოდარი იგებს 1-0. ჯერ 10 წამია თუ რა ხოძია ეხლა. არა, რა ხოძია, ეს ეხლა დაიგრება ფიზიკა არა. აი ძალიან ესე რომ მიაგდო აქ. წავიდა. შენ რომელი ხარ წითელი? წითელი ვარ მე. აჰა. არ და ეს გამოწია? ლურჯი არის ჩემი. მე ბლოკი ვიცი, დამუგამებული მაქვს, მე მეტეს. არა, შუას ჩააგდე, ჯერ 1-0-ია და. და დრო არის ჯერ. მოიცა ესო. გატექნიკა. აუ დრო 3, 2, 1. დაარტყი. არა. წითლები შეტევაზე, დაწმა, დაცვა, მეკარე. ამან დაშალა ეს. არა, ბიჭო, ხوار გაჭო. დადაბული ბრძოლა არა დაწვა! ერთი ქორომ გაათანა ბრანგარიში დაარტყი. ამ კაი შენ მოსყიდული კომენტატორი ძალიან მომწონს მე. მარცხვი აღარ არის? აი ეს დალია გაგისწორდება. აი ეს ანუ. თქვი რა. აბა, ქოროსტუმრობას გაუბარჯოს, ჩვენ დახვედრას გაუბარდოთ, ბევრი გვესოს. ბიჭო, შენ გენაცვალე. ვა! ანგარიში გახლავთ 1-1. ბარის მისამართით მინდა ხელები ავწიო. ეს რამდენ გრამიანებია? სად არის ბურთი აქ არის? 1-1, ვა. 50 გრამიანები 26 წამია გასული. 100 გრამი ნაგლეჯი გვაქვს, მეგობრებო. შუას ჩააგდეთ. მე ხა შუაში. წავიდა. 3, 2, წავიდა. ლურჯები. აი ეს ტყილა იქნეს, ნოდარი როგორც წელი ცხოვრება ტყილა იქნეს, ეხა ტყილა იქნეს. ქორო გააქტიურდა, ქორომ ალღო აუღო, მისთვის უცხო არენა შატყვა! 2-1, ქორო! რამდენია დარჩენილი? მარწვია გა. რამდენია დარჩენილი? კიდე იკითხავ და ეგრევე გაუშვებ ეხა დროს. მასონინე. აბა. ნოდარ. ეხა იმას, ხიტას გაუმარჯოს. ხიტას გაუმარჯოს, ბაზარი არა. ხიტა, შენ გაგიმარჯოს, მაო შენ გულს გაუმარჯოს. ეს გაიპო, შენ სიყვარულს, შენ ძმობას, მეობას გაუმარჯოს, პამოს ამიგოს. ნობაში. ვახ ჩემი. აი მე ქორო შენ დაიდე, ჩემი ცოდვა დღეს. ბილი ბერკის ბარს აქედან ისევ ხელები და 10 ბალიანი სისტემით 10-იანი თქვენ, ძალიან გემრიელი. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქორომ თქვა რომ ხო, ბიჭო, ეს მომარჯვა. მეტოქეს მომეცი ბურთი. მეტოქეს დიდ პატვის სევს და ამბავი, ეს ჩვეულებრივი ცელების სისტემია. არა, არ ვიციო თან. 3,
არის ის რა არის ის ბიჭო როგორ შეიძლება არ იცოდეს 3 2 1 წავიდა გელდება პირდაპირ რეპორტაჟი კიდევ ერთი შეტევა ქოროუტოს გოლ ტრიაძი რა მოუდუნდი ეს ვიდეოსი არ კაი ეს ჩვენ გაგვიმარჯოს ისე ლაილის გამომარჯოს 3 2 ჰოპ მიმკლავე გამკლავე დადექი რამდენი წუთი დარჩა ვაიმე ძერ ძალიან ბევრი დრო დარჩა ნუ მომიკლავე შეიძლება რომ წავაგო 3 რამდენია დარჩენილი ხო ძერ 44 წამია გასული დავაი მიდი უნდა დავატრიალო ფუტი მომეც არა მაგ ფუტი აჰო ჯიგაზე რო ხელს იგიდე გელდება 3 2 1 3-1 ანგარიში ქოროს ასარგებლოთ აბაბაბაბ მეკარე ნახე რა ჩავამუშავა მეკარეს ხერი არ გაუშვათ ონანა ტარარირარა შეტევაზე არა წითლები უტევენ Manchester is red ეხლა დაკმა უნდა დავატრიალო თამაში აბა რა გეკონა ეხლა უნდა დავატრიალო თამაში გეტაშ პახაში ალბათ ეს ატენელი ბოშურები რაზორაი გოგოი ბიჭი მიდი ესე იგი წუთი და 5 წამია გასული ბიჭები არ ინდობენ ერთმანეთს ხოცავენ 5 გატანილი ბურთი უკვე ვიხეთ ნელა ბიჭო არის სამი ჭიქა მაქვს ნაკლები კი რამე კარგი გოლწრფელ ხალხს გაუმარჯოს ამით ყველაფერია ნაცვლად გაუმარჯოს ანუ ჩვენზე არის აქ საუბარი და ყველაფერზე კაი ესე იგი 3 ამანდალია 2 ამან ხო და ჯერ არის დრო 1 წუთი რა დაგჭა რამდენი 1 დაგჭა ერთი დარჩა მე ერთი ბაბასწილი არა კიდე მოვიტანთ პრობლემა არ არის ძმაო მე მგონი უნდა ვაგორავო ცოტა ხანი დაიჭირო ხო აუ აქ ბურთის გორაობა ცოტა ისეთი ბარსელონა გააკეთე ძმა რა მიდი აბა სინჯე დავაი 3 2 მეცო ასპახანში წავიდა დაკმა დაცვა ხვედელიძე ვაიშენ პატრონს დაარტყი დაკმა ლურჯები წითლები იამალი დაკმაძეს მოხდა ბურთი კიდევ ერთი დაკმა სიმონი რა მაგრა თამაშობს ბიჭო ხო ბიჭო არ ვიცი არა ის ანა ყომაროს ეს არის მოდუნების ტაქტიკა ხო მომადუნე მოგიყო მოდუნებაზე ალბიდა აქ რა ხდება ესა ხელი გამოვაგდე კაცო აქ შეგიძლია გამოიტანო მიდი მოიტამე დრო გადის დარბალე 30 წამი დარჩა ხო არ ხო ბიჭო ეგ ზარია ეს ჩეთი ჩორთო რა დაარტყა ერთსამ ჩეთი ჩორთო რაკნა ხო არ ხადო არა ესეთი რა პირველად ნახე ეს უდიდესი ხარიხას მოხდა აჰა ხარიხას მოხდა მაისურით ქეგები 3 ხდება დალევაში ხო და ეს ერთ წელი მაინც უნდა დაგალევინო რა მე ეს ერთი წუთი უნდა დაამატო ამგას გაარტყა ზედა აი აქ მოხდა რა უნდა დაამატო ჯერ 40 წამი დარჩა ხო 40 წამში ყველაფერი შეიძლება ხდეს და ესპანეთის მეკლები დაფიდა ალი რაღაც ღრუბელი რა არის გორო უკვე ღრუბლებში ხარ თქვენ ლანუვე ანუ ესპანურად ღრუბელი ლანუვე მოდი ამ წეკით ჩვენს მსაჯს და კომენტატორს გაუმარჯოს დიდი მადლობა გენასალი ხო იცი ჩემი რომელი ის არის ხო ეხლა ყველაფერი წესრიგში გინდა ამან მინდა რომ დალიოს ის რაც გამოტყვა სახეს გეძახდა ეხლა ძალიან აი ნოდარი მეტყვის და სახელს არ თუ მატუკიო დაიპოსო დამთავრდა მატუკი მე მგონი ორივე მაგარი დათვრა გაუმარჯოს მოაწვევი დიმას რომელიც ციფლებისკენ არის იმიტომ რომ იტალიის ეშმაკების რა თქმა უნდა თავგადაკლული გულშემატკივარი თავგადაკლული არა მაგრამ ვარ კაი აბა ბოლო ბურთს ვათამაშებთ 40 წამი ეს გოლდენ გოლია სენიორთან არის ვინც გაიტანს მოიგებს всё აღარ დროს აღარ უშვებ ვინც გაიტანს ის მოიგებს წავიდა აი 1 2 წავიდა ხოთაშორისია სახწევს დაძაბულობა ბილიბერკარელაზე დარტყვა და ნოდარი წააგო რესი ვაიბი ქონდა ისე მოიგეს დორტმუნდი ლივერპული გახსოვთ? საჩქა. ევროპა ლიგაზე დორტმუნდი ლივერპული ვისაც გახსოვთ? საახლოებით ეს თამაში იყო. აუ მაგრავთო ხლე რა. ოვინოსო დავლე წყალსა არა. შენ გაგოცებს სხვასა არა. აუ მაგდალი. მიდი. აუ ძალიან აი ეს ნახევრად ფიზიკურ მდგომარეობაში გემშვიდობებით ჩვენი რეპორტაჟი და დღევანდელი ლაივა დასრულებულია. ეს არ ხوار დაკდა გული დაგიმატებთ ეხლავე კაცო. ბილიბერკის ბარს აქედან აქიანი მოსვლისთვის. დიდი მადლობა რომ ყველაფერში აღხევი. მონო მასპინძლები იყავ. ქიტას დიდი მადლობა მონაწილეობაში უნებლიეთ მაგრამ ჩართვით და ნახე ძალიან ჯენზივით ხარ ეს რო გიგები. აი ეს შეგეპაროთ ასაკი მარტო ციფრებია ხალხო ეგ იცოდეთ კარგად. დიდი მადლობა მომდევნო ეპიზოდს დაელოდეთ და ხელოდებით ყველას.
Adiós, hasta mañana, vámonos, venga, yale. ნახე, ბოლოს ჩა. კი.